მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში გადაცემა პოლიტიკური სივრცე. კორუფცია იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიც არის ქვეყნის ღალატი. რა გვარის და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუხსჯელი არ დარჩებაო. ანაცხადა გია ვოლსკიმ, როდესაც მას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე კითხეს. ვოლსკიმ ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიშნობა არ აქვს არც ერთ გვარსა და თანამდებობას თუ სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. რას ვაკურველია, ვინმეს დაჭერა დაკავება თვითმიზანი არ არის ამბობს. კორუფცია ვისგან არ უნდა მოდედეს, ის საკითხი, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს იმ ზონაზე უნდა იქნას განხილული, როგორც ქვეყნის ღალატი და პასუხისმგებლობაო. მას კითხეს ასევე ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მან ახლა კონკრეტულად არის საუბარ, თუმცა ეს პასუხი, რომ ყველა დონეზე შეიძლება იყოს განხილული და მას ღალატი უნდა ეწოდოსო, როგორც ის ამბობს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს უპასუხისმგებლობა ოპოზიციაში ითარგმნა როგორც კლანებს შორის დაპირისპირება. არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის, ვის გვართანაც არ უნდა მიდიოდეს. რა გვარისა და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა ჰქვია და მასში ჩართულობა დაუხსჯელი არ დარჩებაო. ანუ შეიძლება თეორიულად ეს ყველაფერი ღარიბაშვილამდეც კი მივიდეს. პარალელურად დაახლოებით იგივე პროცესები ვითარდება რუსეთში. დღეს რუსულ ენოვანმა რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია სათაურით ახოტა ნასვაიხ, ანუ შენიანებზე ნადირობა, შეიძლება ასე ვთარგმნოთ, რომელიც შესავალში ვკითხულობთ. ამ კვირაში რუსეთში დააპატიმრეს ბრიანსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი ნიკოლაი სიმონენკო, ტამბოვის ოლქის ექს-ხელმძღვანელი მაქსიმ ეგოროვი, მანამდე ამავე ოლქის გუბერნატორის მოადგილე სერგეი ტიმოშენკო, კურსკის ოლქის ასევე ყოფილი თავი ალექსეი სმირნოვი, 7 ივლისს კი, როგორც იცით, გარდაცვლილი იპოვეს ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი. ოფიციალური ინფორმაციით მან თავი მოიკლა. ფაქტობრივად ერთდროულად დაიწყო, შეიძლება ითქვას, კორუფციასთან ბრძოლა. არ ვიცი, ახლა ეს სიტყვები წყალებში ჩავსვა თუ არ ჩავსვა, რომ თავად გადაწყვიტეთ საქართველოში და რუსეთში და ყოფილი მაღალჩინოსნების თავები ესე დაგორავს ორივე ქვეყანაში. რას ნიშნავს ეს ყოველივე, რა ხდება ქართულოცნებაში, არის თუ არა ეს მართლაც კორუფციასთან ბრძოლა. ამ თემაზე დავიწყებთ საუბარს გია ხუხაშვილთან, რომელიც ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება. მივესალმებ მას. გამარჯობა ბატონ გია. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი კითხვა ფაქტობრივად დავსვი, რა ხდება ქართულოცნებაში, არის ეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა? გეტყვით იმას, რომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ რუსეთში და საქართველოში რაღაც პარალელური სინქრონული პროცესები მიდის, ეს ხდება იგივე პროპაგანდის მიმართულებით, ანუ საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებით, ესე რომ ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით და მათ შორის ესეთი კამპანიებიც, როგორც ჩანს, ერთი ცენტრიდან იმართება, ხო? ეხლა რაც შეეხება თვითონ ეგრეთ წოდებულ კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ყველას უნდა გესმოდეს, კორუფციასთან ბრძოლა არის მოქმედი მაღალჩინოსნების დევნა. არა უკვე წასული მაღალჩინოსნების, ხო, რომლებიც ზარზე იმით გააცილეს. კორუფციისთვის კი არ მოუხსნიათ ეს ხალხი. ზარზე იმით გააცილეს, დიფირამები უღერეს, ესე რომ ვთქვათ და მე რაღაც პერიოდის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. ხო, კორუფციასთან ბრძოლა ხდება მოქმედი ჩინოვნიკების მიმართულებით, ხო, ანტიკორუფციული სამსახური რისთვის არსებობს, მიმდინარე კორუფცია უნდა გამოავლინოს და არა უკანა რიცხვით რაღაცების დევნა დაიწყოს, ხო? ეხლა ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კორუფცია საქართველოში ატარებს სისტემურ ხასიათს. ის არის სისტემის შემადგენელი ნაწილი, მე ვიტყოდი განუყოფელი ნაწილი შეიძლება ითქვას. კორუფცია ერთ-ერთი მართვის მექანიზმი სისტემის, ხო? მისი მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმი. აქედან გამომდინარე, ეხლა ვოლსკის სადღეგრძელოები არავის არ აინტერესებს, ხო? ეს არის უბრალოდ სადღეგრძელო და მეტი არაფერი, ხო? შეიძლება ვოლსკის დაიჭირონ, ეხლა ნუ გამორიცხავს მაინც და მაინც და ესე ხელყელაობას ნუ დაიწყებს რა. იგივე კორუფციის თემაზე. ასე რომ ესე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც აქვს ორი მთავარი განზომილება, ხო? ეს არის წმინდა
ფინანსური განზომილება, ბანალური და მეორე პოლიტიკური განზომილება, ანუ ორი კურდღლის დაჭერის პროცესში ვართ ახლა ჩვენ ცდილობთ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლის მხრიდან მე ამაზე ხშირად ვისაუბრია და პრინციპში შემიძლია გავემეორო ხო რას ნიშნავს რა ტაქტიკური ჩანაფიქრია ბიზნეს მხრიდან და ეს ჩანაფიქრი საფუძველს იღებს ჯერ კიდევ წლების წინ ხო როდესაც მას თვითონ არ უნდა კორუფციაში გამოჩენა ბუნებრივია ახლა კორუმპირებული დარქმეოდა ის მუდმივად ამტკიცებდა რომ ეს მას ბიზნესი არ არის საქართველოში რომ არ აინტერესებს და ეს შემდეგ თუმცა ამ ძალაუფლების და ძალაუფლება არის საუკეთესო ბიზნესი საქართველოში ძალაუფლების და დივიდენდების მიღება მას უნდოდა და მან დაალაგა ძალიან მარტივი სქემა, ხო? დაალაგა სქემა, როდესაც შემოიკრიბა უბრალოდ თვითონ კორუმპირებულობა რო არ დაბრალებოდა, შემოიკრიბა ხარბი ადამიანები, ირგვლივ, მათ შეუქმნა ერთგვარი დაუსჯელობის ილუზია და ესენი მიუშვა საძოვარზე, რასაც ქვია, ხო? საძოვარზე და ადამიანი, როდესაც აქვს განცდა, რომ საკუთარ კეთილდღეობას იწყობს, ის განსაკუთრებით ეფექტურია, ხო? ესე ფულის შოვნაში, ხო? განსაკუთრებით მდიდარი ფანტაზიით აკეთებს ამას ყველაფერს და აშუქინა გააწყო ეს ხალხი კარგად და ეხლა დადგა მათი გაფარშვის მომენტი, ხო? ამას ხო და აი აქამდე რატო არ დადგა ან ახლა რატო დადგა? ეხლა რა მოხდა? 13 წელია უკვე ხელისუფლებაში. კი ბატონო, ნუ ტრიგერი გახდა, შეიძლება დღეს ეხა არც აპირებდა, მაგრამ ტრიგერი გახდა, რომ მას პირადად გარდა ყველაფრისა პირადად შეექმნა პრობლემები, ხო? ფინანსური პრობლემები, ანუ მისმა კეთილდღეობამ სერიოზული ზიანი შეიძინა და ამას შეიძლება დააჩქარა გარკვეულწილად პროცესი და მეორე მიზეზი ეხა პოლიტიკურზე ჯერ არ გადავსულა, რატომ ეხლა ამ ნაწილშიც ამ კითხვაზე პასუხი იქნება, ხო? და დააჩქარა პროცესი ერთის მხრივ აი მისი კეთილდღეობის, ესე რომ ვთქვათ, შეფერთხვა გარკვეულწილად და მას შევსება უნდა ამ ყველაფრის და ბუნებრივია მან დაიწყო აი ეს ესე რომ თავისი ცხოვრების პარსვა, ამისათვის აი ამ ოპერაციის ჩასატარებლად მას სტერილურად შენახული ჯგუფი ყავდა ერთი, ხო? მეტნაკლებად სტერილურად, კობახიძის ჯგუფის სახით, რომლებიც ნაკლებად შემჩნეული იყვნენ კორუფციაში და მათი ხელით, ხო, დაგეშილი ლეკვების ხელით დაიწყო ეს პროცესი, აქაც თვითონ არ ჩდება, ვითომ არაფერ შუაში არ არის. ხო და ესე რომ ვთქვათ, გამომდინარე იქიდან რომ ქურდი ცხონდაო ქართული გამოთქმა არსებობს, ხო? ბიზნეს ახლა კორუფციას ვერავინ ვერ დააბრალებს, იმიტომ რომ თვითონ არაფერი არ მოუპარია, ხო? სხვებმა მოიპარეს და იმათ ართმევს. ერთგვარი არსენა ოძელაშვილია, ხო და რაღაც ნაწილს მერე ქველმოქმედებაზე გადააგდებს და მერე ამ ქველმოქმედებაზე გვეტყვია, რომ კაცმა ეგრე დიდარს წაართვა და ღარიბებს მისცა, ხო? 5-10%-ს რაღაც სოციალურ პროექტებში გაუშვება. ანუ ეს ინფორმაცია რაც ვრცელდება რომ რაღაცა ფულის მოტანას თხოვენ ამ ხალხს შეიძლება მართალია. არა, ეს რეალურია, რა თქმა უნდა, ეხლა რა თქმა უნდა თხოვენ. ხო, მაგრამ ერთია რომ ეხა ბიუჯეტში მოტანას თხოვდნენ, თქვა დაბრუნებას, ხო, როგორც ადრე იყო და ეხა პირადად ივანიშვილის სალაროში მოტანა მეორე. არა, ეს კრიმინალური ოპერაცია, ვიღაცასთან ამ პროცესში მოილაპარაკებენ, ვიღაცა მოიტანს ფულს, ხო? არის შემთხვევები, როდესაც იმაზე მეც თხოვენ, ვიდრე შეუძლია მოიტანოს აი რიჟვაძის кейსი რო გავეხსენოთ და ესე რომ ვთქვათ, იმაზე მეტი მოთხოვეს, რაც შეეძლო და კაცმა თვითკვლობამდე მიიყვანეს ფაქტიურად კაცი, ხო? აი ესე ვიღაცებთან დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხა ჩვენ ვისაც უყურებთ, ესენი ხო არიან მთავარი ბობულები, ხო? შვები არიან, იგივე კალაძესთანაც მოლაპარაკებები მიდის, ამის ბევრი სიმპტომი არსებობს, ხო? ხო და ეს არის ეკონომიკური განზომილება, მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. არჩევნების წინ, როდესაც შენ რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს, ხო? პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს, იცი რომ ლეგიტიმაცია დაკარგული გაქვს, გჭირდება თემა, როცა პურს ვერ აძლევ ადამიანებს და ვერ თავისუფლებებს და ვერაფერს, რაღაც ანახაობა მაინც უნდა აჩვენო და ეხა
გაჭირვებდა მისი გაბრაზების ვექტორი რაღაც მიმართულებით მიმართო, ხო? იმიტომ რომ ადამიანი თავის თავს კითხვას რო უსვავს, რატომ ცხოვრობს სუდად, ხო? აი თურმე ეგერ ვიღაც ბურჭულაძის ნათესავები მაგ გადაჭამეს ქვეყანა, ხო? და ეხა ხელისუფლება რაღაცა ამათ ებრძვის და ამ შემდეგ ანუ სანახაობაა, წმინდა სანახაობაა. არჩევნების წინ ამას გარკვეული ეფექტი იქნება, ესე თulis ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნება და გარკვეული ეფექტი ნამდვილად ექნება, იმიტომ რომ როდესაც ოხლოკრატიულ საზოგადოებას ქმნი და ოხლოკრატიული საზოგადოება რას ნიშნავს, ხო, შენ ესეთი ინტენსივობით უნდა აწარმოე საინფორმაციო შტურმი, რომ გონება იყოს გათიშული და მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობდეს ბრბო, ოხლოკრატია რა არის? ბრბოს ძალაუფლება, ხო? ანუ ბრბოს სახე მისცე ყველაფერს და ბრბოს რა ჭირდება? ჭირდება სანახაობა, გლადიატორების ბრძოლები, ესე რომ ვთქვათ და მათ შორის ჩინოვნიკების ესე რომ ვთქვათ ბორკილებით და ამ შემდეგ, ხო? კორუფციასთან ბრძოლა კიდევ ერთხელ გავამეორებ, მოქმედ ჩინოვნიკებს ეხება და არა სახში წასულებს და მერე უკანა რიცხვით რაღაც. ხო, ანუ ეს არის სხვათა შორის საინტერესო თემა, იმიტომ რომ ხა ეს ხალხი ქართული ოცნების მომხრეები, მათაც ხო გაუშვებათ კითხვა ხა 13 წელი თუ გვარწმუნებდი რომ არანაირი კორუფცია ჩვენს ქვეყანაში არ არის, ყველანი წმინდანები არიან, უცებ რომ ამდენი ხალხი აღმოჩნდა კორუმპირებული. ხო, რაღაც აი თქვენ ისე ლაპარაკობთ ქართული ოცნების მომხრეებზე. ქართული ოცნების მომხრე ბუნებაში ეს რაღაცა არ არსებობს რა. არსებობს ესეთი ესე რომ ვთქვათ სისტემური კონფორმიზმი საქართველოში, ხო? შეზავებული ანტიმიშა, ანუ წინა ხელისუფლების სიძულვილთან და შეზავებული კიდე ესე რომ ვთქვათ რაღაც ინტერესებთან და რაღაც ირაციონალურ მისტიურ ფაქტორებთან, ხო? არსებობს და ეხა ამ ადამიანებისთვის, ამ ადამიანები რამდენჯერ არიან გატესტილები, ხო? ეხა 2-ჯერ 2, 4 რო უთხრა, მაინც გეტყვის 5-იაო, ხო? ამიტომ ამ ადამიანებზე არ არის გათვლა არის უფრო ამ ესე რომ ვთქვათ გარდამავალ ელექტორატ, აი გაჭირებულა სოციალურად დაუცველ ფენებზეა ეს უფრო გათვლილი, ხო? სოციალურად დაუცველებს, რომლების ბრაზის ვექტორი ვიღაცის რაღაც მიმართულებით უნდა გაუშვათ. ოპოზიციის მიმართულებით მათი ბრაზის გაშვება კი რაღაც ეფექტს იძლევა ამ დიპსტეიტებით და რაღაცეებით, მაგრამ ანტიკორუფციული ეს დამატებითი მომენტია, ხო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ოპოზიციაზე ამბობ, რომ მე კი ბატონო ცუდი ბიჭი ვარ, შეიძლება, მაგრამ ის ჩემზე უარესია, ამით რაღაც სეგმენტს მოიცავ, მაგრამ ამასთანავე შენ თუ გაქვს შანსი რომ თქვა, რომ მე დღეს კი ბატონო რაღაცეები ჩემთან ცუდები ხდებოდა, მაგრამ აი მე დავიწყე ამასთან ბრძოლა და ხვალ უკეთესი მომავალი გექნებათ, იმიტომ რომ ამ კორუფციას ვებრძვი ეხა მე და ამ ფულს თქვენ მოგახმართ, ხო? რას მოახმარენ, მაგრამ ნუ ეს გზავნილი ხო არის, ხო? რამდენად შეიძლება ეს პროცესი მივიდეს მინისტრებამდე, ხო? ჯერჯერობით იქოს რაღაც მინისტრების მოადგილეების, ასე დონეზე არის. მე რა გააჩნია ვისთან მოილაპარაკებენ და ვისთან ვერ მოილაპარაკებენ. ეხა რეალურად პროცესები მიდის კულისებში, ხო? პროცესები მიდის პირდაპირ არავის არ იჭერენ. ნუ შეიძლება 1-2 თავიდანვე დადებული ყავდათ შესაძლოა იმისათვის რომ ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისინი ესე რომ ვთქვათ გახადონ უფრო ესე რომ ვთქვათ ადვილად მოათვინიერონ და მოატანინონ რაც მოსატანი აქვთ, ხო? თორე ძირითადი პროცესი ხო სხვა ადამიანებთან მიდის. ეხა ფაქტობრივად ვისაც იჭერენ არა მთავარ სამიზნეს, არამედ მის ორბიტაზე მოტრიალე შედარებით პატარა ბიჭბუჭებს, ხო? ხო და რამდენიმე ჯგუფთან აქვს საქმე, ეხა არ არის ესეც რაღაც აი ესეთი სისტემური პროცესია, ხო? ეხა თქვენ გჯერათ, რომ იგივე გიორგი რამიშვილს მართლა იარავი უპოვეს იმაში, ის უბრალოდ საზღვარზე არ გადაუშვეს და ამის მიზეზი ჭირდებოდათ, რომ საზღვარზე არ გაეშვა. მასთან რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი პირადი თემა არ იყოს და მისი მეშვეობით ვიღაცაზე გასვლა უნდათ, ხო? ეს მომენტი შეიძლება იყოს. იქ ოხანაშვილის, ესე რომ ვთქვათ, მუქარა თავის წინამორბედთან დაკავშირებით, ხო? ეხა რიჟვაძე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ რიჟვაძის кейსმა მთლიანად გააშიშვლა ყველაფერი, კითხვებიც კი არ არის, ხო? ყველაფერი ვარაუდებიც არ გვინდა, უკვე დაადასტურა, ბეჭედი დაუსვა აი ამ დიდ კრიმინალურ ოპერაციას სისტემის შიგნით.
ხო და გარდა ამისა, ეხა არის ესეთი მთავარი მიზეზი, ხო, შეიძლება ითქვას, სისტემა არის ურჩხული, ხო, ერთგვარი ურჩხული, რომელსაც მუდმივად ჭირდება კვება. კვება და რაც უფრო იზრდება, მეტი კვება ჭირდება და ეხა სისტემის გარეთ საკვები აღარ დატოვეს უკვე. ამიტომ ეს ურჩხული საკუთარი თავის ჭამას იწყებს. ეს კანონზომიერი პროცესი, ეს გარდაუვალი იყო ისეაც, ხო? აი ყველაფერს რაც აქამდე ვილაპარაკე, იმას თავი რომც გავანებობ. ესეა ეხა ვის დაიჭერენ ბოლოში, ვის მოელაპარაკებიან. ხო, აი კალაძის თავს ხდებოდა საინტერესო პროცესები, ხო? წარდგენა უნდა ყოფილიყო წინა კვირაში და იმ დღეს ხალხი გამოასახლეს, როცა მისი წარდგენა უნდა ყოფილიყო. აი ამ განცხადებებიდან ის პატარა ბიჭი რო ყავთ, არც გვარი ვიცი, არც სახელი, ხო? მახაშვილი. ხო, რა გვარია? მახაშვილი. ხო, მახაშვილი თუ რაღაცა, ხო? მას ხო თვითონ არ გაუკეთებია ის განცხადება, რაც ანუ გააკეთა. მას გააკეთებინეს განცხადება, რისი დენონსირებაც მერე მოხდა, ხო და იქ ის გამოვარდა მდინარაძე და ამ შემდეგ. ეს არის ერთგვარი თამაში. კახას როგორც ჩანს რაღაცას თხოვდნენ. ამისგან პასუხი არ იყო, ეთყობა სათანადო დროს, ხო? გაკეთდა ეს განცხადება, ამაზე კახა ანერვიულდა და როგორც ჩანს ამის შემდეგ რაღაც საათების ამბავია შეთანხმდნენ უკვე. კახამ თქვა, რომ კი ბატონო, შევასრულებ რაღაც პირობებს და კახას მდგომარეობა ეხა როგორია, ხო? მისი მდგომარეობა ესეთია, რომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ თბილისის მერად დარჩეს, იმიტომ რომ თუ ის წავიდა, ხო, და მას უნდა წასვლა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ხო, სულ არაფერში არ ჭირდება ეს მერობა, რაც აქვს უკვე იმითაც ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ესმის, რომ ერთ-ერთი რაც მას იმუნიტეტს მიანიჭებს, ეს არის მერად დარჩენა. ყველა სხვა შემთხვევაში ის გაიზიარებს ძალიან მძიმე ძებს. თუ წავიდა შეიძლება ისიც დაიჭირონ, ხო? ან ფული მოთხოვნა. ამიტომ ერთ-ერთი იმუნიტეტს, ერთადერთი რამ აძლევს მას იმუნიტეტს. ეს არის თბილისის მერად კენჭისყრა. მას წაუყენეს რაღაც პირობები, როგორც ჩანს, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეხლა ვიჭორაოთ, ვივარაუდოთ, ხო, აი მაგალითად თქვათ, რომ მას უთხრეს, რომ საკუთარი ფულით დააფინანსოს საარჩევნო კამპანია, ხო? საკუთარი სახსრებით და არა მხოლოდ თბილისში, არამედ შეიძლება ნაციონალური მასშტაბით მას აკიდეს მთელი ეს ხარჯები, ხო? არ ვიცი, ჩვენ შეიძლება ბევრი ვარაუდი შეიძლება ეს არაკმარეს და კიდევ უფრო დითახას გამოვიდნენ და აი ეს მოლაპარაკე, რომ შეიძლება ეს ცოტა ყირაობდა რაღაც პერიოდი, მერე მაგრამ პარალელურად ხო უყურებდა ერთი დაიჭირეს, მეორე დაიჭირეს, მესამე დაიჭირეს, ხო? თან იქიდან განცხადებები კეთდება, შეიძლება შენ კი არ დაგაყენოთ, სხვა დავაყენოთ. ეს ფიქრობს ეხლა სხვა რო დაახენონ თბილისის მერობაზე, მე დამიჭერენ, ესე იგი ეს გარანტირებული მაგ დაჭერა, ხო? და ამიტომ გატყდა და უთხრა კი ბატონო, რა ყველაფერზე ხელს ვაწე, რაც გასაკეთებელია, ყველაფერს გავაკეთებ და გამოვიდნენ მერე და ისე პანიკირიკები მოვისმინეთ, რომ კახა ყოფილა საერთოდ ყველაზე მაგარი კაცი, ხო? მანამდე დღეების განმავლობაში იყო, ესე რომ ვთქვათ, კბილების ხრჭიანი. ხო და აი ესეთი ეს არის წმინდა წყლის აი მაფიოზური კრიმინალური სიტუაცია სისტემის შიგნით და მეტი არაფერი რა აი სუფთა კრიმინალური ჩაცუცქული გარჩევები მიდის ამდენი მოიტანა საინტერესოა ოღონ ეს ინფორმაციები როგორ ჟონავს ასე იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილმა რაც თქვა ბოლო პერიოდში ყველაფერი გამართა ანუ ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ დაადასტურა რომ ვიღაცა აძლევს ინფორმაციას ანუ აღიარა რომ ყველაფერი მართალია წინა დღეს თქვა რომ ის დინარაძე თურქეთშია წასულიო როგორ რიჟვაძეს რაღაცები შეათანხმოს რიჟვაძეს რომ რა ილაპარაკოს და ასე შემდეგ და მართლა აღმოჩნდა რომ თურქეთში იყო არ ვიცი ეხა ქარსელაძეს მიადგნენ ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრს და უკვე გამოდის რომ ყველაფერი უნდა დავიჯეროთ რასაც ამბობენ პატარა ქვეყანა მერაბ რა გიკვირს კაცო აქ ვერ გააფაჩული ხო აქ ეგა საიდუმლო ძალიან პირობითი ცნებაა საქართველოში ხო ძალიან პირობითი ცნება არის მაგრამ არა ფაქტია მას აძლევს ვიღაცა კონკრეტული ინფორმაციებს რატომ მას როგორ ნუ აძე ხა კი რა ხა რა არის ამაში გასაგები რომ აძლევდეს ვიღაცა ინფორმაციას ვიღაცა შეიძლება თვითონ ხელისუფალი აძლევდეს ხო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეიძლება ეს სუსის გარკვეული თამაშია სუსის რომელიმე რგოლის ხო ჩვენ არ ვიცით რა და როგორ არის
მაგრამ სრულიად აშკარაა ეს იმდენად უკვე კარგად ჩანს, რომ ეხა აქ კონკრეტულ სახელებს და გვარებსაც არ აქვს უკვე მნიშვნელობა, ხო, იმიტომ რომ ეს არის სისტემური პრობლემა. კორუფცია არის სისტემის ნაწილი. ეხა აი იგივე ღარიბაშვილი ახსენეთ, ხო? მე ღარიბაშვილზე ეხა ვერ ვიტყვი, მაგრამ 2013 წელს ეხა იცით, ხო, ჩემი მე სად ვიყავი და როგორ ვიყავი და მე ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ბუნებრივია სხვა ჯგუფებმა და მათთან ეს სხვა პირებთან აფილირებულმა ჯგუფებმა დაიწყეს, ესე რომ ვთქვათ, ფულის წყაროების ძებნა რა. ძებნა. მე ამას ვაკავებდი ამ პროცესს და პირველი 2-3 кейსი, აი რაც მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია და ჩვენთან იყრიდა მაშინ თავს ინფორმაცია, მე მივუტანე ბიძინას და უთხარი რომ აი აქ ეს ხდება. აი ესეთი მოლაპარაკებები მიდის. იქ აი ეს ხდება. აი ამ ჯგუფებთან დაკავშირებით. რა რეაქცია ქონდა მე? აი გეტყვით ახლა რა რეაქცია ქონდა. მისი რეაქცია იყო, ხო, მე ძალიან აშიტირებულად ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ეხა ჩემი ფუნქცია რა იყო, რომ დამეშორებინა ხელისუფალი და ეკონომიკური პროცესი ერთმანეთისგან და ბიზნესმენებს ამას ვეუბნებოდი, კანონის შესაბამისად იმუშავე და თუ ვინმე შეგაწუხათ ხელისუფლებიდან, მე დაგიცავთ, ჩემთან მოდით. ამ დროს ესეთი რაღაცები ხდებოდა, ხო, 1-2 საჩივრელად მოვიდა კიდევაც, რომ მომადგენო და რა ვქნაო. და მე ეს кейსები მივუტანე ბიძინას მე. ხო და ბიძინამ რა მითხრა? ბიძინამ მითხრა რომ ბიჭო, ძალიან ნერვიულობ რა. ძალიან ნერვიულობ და ეხა ბიჭო, ოპოზიციაში ვიყავითო, იქ არ ნერვიულობდიო და ეხა რა დაგემართაო, რა განერვიულებს რა. ინტერეს ჯგუფები იქნება, აბა რა იქნება. ეხა ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მე წიგში ეს მიწერია, ერთ-ერთი მიზეზი ჩემი წამოსვლის, ხო, იმიტომ რომ დავინახე რომ აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი, ხო, დაუცველი ვიყავი, ზურგი არ მქონდა და იქ უკვე გამოჩნდა პირველი სიმპტომები, რომ ბიძინა არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ პოლიტიკურადაც კორუფციას თვლიდა სისტემის მდგრადობის შენარჩუნების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. თავიდან ჩვენ რომ მოვედით, აი ეს მინისტრთა კაბინეტი რომ დავაკომპლექტეთ, ხო? ჩვენ მინისტრებს დაუძახეთ და ბიძინამ გამოუცხადა მათ, რომ აი ფული არა იყო გარიგებებში არ შეხვიდეთ, აი და წლის ბოლოსო $1,000,000 ბონუსებს გაიგეთებთ ჩემი ფულიდან ყველასო. წესიერად იმუშავეთ. მაგრამ ეს განაცხადად დარჩა, გავიდა 2 თვე, ეს $1,000,000 რა თქმა უნდა არავის თვალით არ უნახავს ბიძინას არა. მაგრამ მიუშვა ყველაფერი, იმიტომ რომ დაინახა ამაში პოლიტიკური ინსტრუმენტიც, იმიტომ რომ კორუმპირებული ადამიანის, რომელიც საძოვარზე გადის, ხო, ის მოწყვლადი ხდება მისთვის, ხო, ის არასოდეს კი ვერასოდეს ვერ უღალატებს, ხო, იქნება ყურმოჭრილი მონა და შემსრულებელი, ხო? ბიძინა იყო ამ დოსიეების შეგროვების იმაზე, რა ქვია, პროცესში. ამ ეს დოსიეები ძალიან გამშვილდა დღეს მდგომარეობით. ბიძინა არის წყემსი, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, ცხრების ფარა იალაღებზე გარეკა, კარგად გამოვაძღო, ხო? ესე რომ ვთქვათ, აბალახა და ეხლა უნდა გაპარსოს რა. თან თვითონ კორუფცია რა დააბრალებს ბიძინას, რომ კორუმპირებული არ არის, იმიტომ რომ ქურდებს ართმევს, რა. მას კი არ მოუპარია ბიუჯეტის, ხემა მოიპარებს და ეხლა ართმევს. ეხლა ართმევს რას ნიშნავს, კაცო, მაშინ ბიუჯეტში დააბრუნონ. კონკრეტული ადამიანს ართმევს. ეხლა ბიჭო, ესე არ არის რა, ეხლა ბიუჯეტში რო არაფერი არ დაბრუნდება, ხო გასაგები ეს მიდის. აი, მიშა ამით განსხვავდებოდა. მიშამ გახსოვთ როგორ გააკეთა? ბიუჯეტში პროკურატურა ჩართო და ბიუჯეტში აბრუნებინებდა და ბიძინა პაპანიაციან რუსული ფრაზა უხდება, არჩევს საქმეებს და მაყუთს ახევს რა. ამას აკეთებს, ეს განსხვავებაა. მიშაც ესე რომ ვთქვათ, უკანონოდ იქცეოდა, მაგრამ ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, მაშინ გახსოვთ ხო, მოატანინეს იქ კაკო ჩხაიძეს თუ სწორედ მახსოვს და კიდევ ვიღაცები. ბიუჯეტში შეიტანეს, პროკურატურის ფონდი გააკეთეს. ესენი უბრალოდ ფულს ახევენ რა. ანუ
იმიტომ არის ეს ისიც საინტერესოა ყველა ესეც სხვა რებივით გააპარსინებს თავს თუ რაღაც წინააღმდეგობა შეიძლება ეს ბოლო კითხვა მექნება ანუ გაძლიერდება ეს ყველაფერი კობახიძის მიმართულება წინააღმდეგობა სადაც შეხვდება იმათ დაიჭერენ არ ვიცი ხა საბარგულით საზღვარზე შეიძლება ვიღაცამ გადაასწროს კიდე ხო ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას მოელაპარაკებიან, ესეთი პროცესია, ხო? ესეთი პროცესი, ეს არის წმინდა წყლის კრიმინალური ნაეზდი. კიდე მეორე რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, ხო? ხო და ეუბნებიან რა, ან ციხე არ მოიტანე რა. მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მაშინ მეც გეტყვით, ხო? ზოგიერთს თხოვენ იმაზე მეც ვიდრე რეალურად მოასწრო მოპარვა, ხო? იმიტომ რომ ესე ითვლიან, როგორც ჩოთქავენ, ხო იცით რა? ხო, არითმეტიკაც მაინც და მაინც კარგად არ იციან და ეხა იმაზე მე ხა რიჟვაძეს როგორც ჩანს იმაზე ბევრად მეტი მოთხოვეს, ვიდრე შეეძლო მოეტანა და რომ გაგიჟდა კაცი რა და დაემართა ის რაც დაემართა. ეხა ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება ცოტა დაუკლონ, ხო? უთხრა რომ ამდენი კი არა დაუშვათ იმის ნახევარი, ხო? ოღონდ ესე ილაპარაკეთ. აი ამ უბედურებაში ვართ. გასაგებია, მადლობა, დიდი ნახოთ, რავი, რა გაგრძელება მოყვება, ამას ცხელი ზაფხული არის ბევრისთვის, როგორც ჩანს წინ და ხო, ისედაც ცხელა. მადლობა, გია ხუხაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დავემშვიდობები მას. ჩვენ შემდეგი სტუმარი იქნება ანი წითლიძე, რომელსაც ჩავთავთ, რადგან მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ასეთი პოსტი, რომ მე ანი წითლიძემაც გააზიარა და თავის მხრივ დაამატა, რომ პარტიაშიც აქვთ ეს ინფორმაციები, დააწერა მიხეილ სააკაშვილმა. მომივიდა ზუსტი ინფორმაცია, ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას. ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეერაღებული გადატრიალების მცდელობაში. ლიდერშიპის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის საყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს. ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორია დაწერა სააკაშვილმა და როგორც გითხარით, ეს პოსტი გადააზიარა ანი წითლიძემ, რომელსაც დაწერა, რომ მართლაც პარტიაში უკვე დიდი ხანი აქვთ ასეთი ინფორმაცია, რომ აპირებენ ლევან ხაბეიშვილის დაკავება. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად წინასწარ ყვება თუ რა მოხდება, ვის დაიჭერენ, ვის დაკითხავენ, ვის რას მოატანინებენ და კობახიძემ დაადასტურა, რომ ვიღაცა აძლევსო მას ჩვენგან წასული ინფორმაციასო, ასე თქვა მან და ნუ რაღაცა ხელფასაც აძლევენო უწყის იმაქ ნანახიო კიდევ დაამატა. მოკლედ ანი წითლიძეს მივესალმები, გამარჯობა ანი. რა ხდება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით? ნუ ის რაც დაიწერა, მერაბ და რაც მოსალოდნელი იყო, ახლა ჩვენ ვიცით როგორია ქართული ოცნების მეთოდები, 13 წლის განმავლობაში ეს არაერთხელ გვაქვს გამოცდილი და ახალი ამაში არაფერი არ არის და მოსალოდნელიც იყო, ახლა ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ბიძინა-ივანიშვილისთვის არის 13 წელია პრობლემა და ახლა განსაკუთრებით ხო, შიდა განხეთქილები და შიდა დაპირისპირება და შიდა მაფიოზური გარჩევების შემდეგ ვინ უფრო მეტი მოიპარა და ვინ უფრო ნაკლები, როდესაც ბოსს დაბრუნებას ითხოვს საკუთარ ყოლობაში ამ თანხების, მათ ყველაზე ძალიან ახლა რაც არ ჭირდებათ არის ის ინფორმაციები, რაც რატომღაც ლევან ხაბეიშვილს და ახლა ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ანუ რასაც ხდება ლევან ხაბეიშვილი, როდესაც იძახის წინასწარ ფაქტობრივად და იცის ვის მიადგნენ, ვის რამდენს თხოვნა და ასე შემდეგ. და ეს განცხადებაც ასევე მათი ეს ქართული ოცნების ეს გაზიანება ასევე უკავშირდება იმას, რომ მათ ეშინიათ წინააღმდეგობის მოძრაობის და ყველა იმ ადამიანის, ვინც წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის ეშინიათ ორთქლობის დაანონსებული ამ ეროვნული ტყილობის, სადაც ისინი უყურებენ, რომ ახლა ძალიან ბევრი თარიღումების, მათ შორის 31 აგვისტომდე აქვს მათ დედლაინი და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები შეექმნას, 5 აგვისტო მოდის, 7 აგვისტო მოდის ასე შემდეგ და ბიძინა უყურებს, რომ ისევ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებში იფეთქოს იმ ბრაზმა, რომელიც არსად აწასულა. ამიტომაც მას ჭირდება, რომ ყველა ის აქტიური ადამიანი, რომელიც საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად ქართულ ოცნებაში არის და გამოაქვს ეს კორუფციული სქემები და მეორე წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს და ეუბნება, რომ შვიდობიანი წინააღმდეგობა, მაგრამ წინააღმდეგობა
ქუჩაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, არის რეჟიმის დამარცხების გზა, მისთვის ყველა ესეთი ადამიანი არის პრობლემა. ამიტომაც ჩვენ ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 კვირა უკვე გვაქვს ხაბეიშვილთან დაკავშირებით, თუმცა ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა მე შევახსენებ საზოგადოებას და შევახსენებ თქვენს, რომ პირადად მე ალბათ დაახლოებით 6 ჯერ ვარ მსგავსი მოკლედ დაკითხული სუსში, მას შორის ეგრეთ წოდებული საბურავების საქმეზე. გახსოვთ, რომ ანონსებდნენ რაღაც შეთქმულების თეორიას. არა, ეგ ხა მაშინ სხვა სიტუაცია იყო და ეხლა ლევან ხაბეიშვილი ფაქტობრივად ყოველდღე გამოდის და წინასწარყვება რა უნდა მოხდეს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ვიღაცა აძლევს ინფორმაციასო. პლუს ის ანონსებს, რომ 4 ოქტომბერს რაღაც თარიღს ასახელებს, რომ 4 ოქტომბერს დასრულდება ეს ხელისუფლება და ანუ ამ ყველაფერთან გამომდინარე შეიძლება ეს მართალიც იყოს მისი დაპატიმრების შესახებ. ნახეთ, სხვა რაღაცას ვამბობ, სხვა კუთხით შევადარე. იმ კუთხით შევადარე, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ აქვს აღძრული საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, მაგრამ არასოდეს არც ერთხელ გამოძიება ბოლომდე არ მისულა იმ აბსურდულობის გამო. და მე ვყავართ მარტო 6 ჯერ დაპატიმრებული თქო და ამიტომ შევახსენე საზოგადოებას საბურავების საქმეც. ანუ ეს ხომ ის სტილია, რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას. რეალურად გეთანხმებით, რომ ეხლა მათ ბევრად უფრო მძიმე აქვთ და აი ამ სიმძიმის ფონზე, რასაც მათ წინააღმდეგ ხაბეიშვილი შვება რეალურად და რაც ჭირდა ამ დაანონსებული 4 ოქტომბრის ეროვნული ყრილობის ფონზე, რეჟიმი ფიქრობს იმაზე, რომ რაღაცა მოგონილი შეთქმულების და გადატრიალების მუხლით დააკავოს ლევან ხაბეიშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები არ შეიძლება მის ფორმატ შორის ბევრჯერ მithქვამს მის და შემიძლია გავიმეორო, რომ ეს ესე მგონია, რომ რეჟიმი აუცილებლად უნდა დაიმხოს წინააღმდეგობით, მშვიდობიანი წინააღმდეგობით, მაგრამ არა სეირნობით და ეს წინააღმდეგობა არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, როდესაც ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, ჩვენ 13 წლის განმავლობაში ზად ვიყავით ყველა წინააღმდეგობისთვის და ყველაზე რეპრესირებული პარტია ვართ, 30,000 პარტიის წევრი მარტო პროკურატურაში ყავთ დაბარებული ხა ჩვენი პოლიტიკური ლიდერების პატიმრობაზე, რომ არაფერი არ ვთქვათ და თითოეულ ჩვენთაგას გასხმობიერებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, შესაბამისად ჩვენ ამ და მithumetes მაგრამ ნუ თქვენ ემზადებით ამ 4 ოქტომბრისთვის და თუ ყველა დაგიჭირეს 4 ოქტომბრამდე მე რა ხდება? მან ხომ თავარი ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ლევან ხაბეიშვილს დაიჭარენ, ანაწილდეს დაიჭარენ თუ ნებისმიერ სხვას დაიჭარენ. მე რა უნდა გაჩნდნენ ახალი ლევან ხაბეიშვილები, ანაწილდები, ვიღაცა ნებისმიერ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ დროშას აიღებენ ხელში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. ეს არის საქართველოს ისტორიას რო გადახედოთ და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, სამართლიანობისთვის და ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა ასე ხდება, როდესაც ერთს აკავებენ ან უსამართლოდ უსწორდებიან, ჩნდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლას გააგრძელებენ და მიიყვანენ გამარჯვებამდე. უბრალოდ აქ ერთია, რომ ამით არ უნდა დაკომპლექსდეს არავინ, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად საქართველოს ყველაზე მეტად რამას იმუშავა განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ აქციებზე იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აკომპლექსებდნენ რაღაცა სიტყვა რევოლუციის და წინააღმდეგობის გაწევით, აი ამ ტერმინებითაც კი. და იმდენად კომპლექსდებოდა საზოგადოება, რომ აი ამ ტერმინების ეშინოდა და ამიტომაც იყო აი ამ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რაღაც წარმოუდგენელ შეთქმულების თეორიას ავითარებდა ქართული ოცნება და კიდევ ერთხელ ამას არ უნდა წამოიღოს არავინ, არ უნდა წამოიღონ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები. იმიტომ რომ უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა რომ ეს მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის საქართველოს მოქალაქეების უფლება. წინააღმდეგობა მშვიდობიანი იყო, როდესაც 500-ზე მეტი ადამიანი დაასახიჩეს რუსთაველზე და ცემის. ამიტომაც ეს არის ჩვენი უფლება, რასაც ესე იგი თქო ნახეთ რეალურად. ამით ყველაზე მაგარი კიდე რა არის? კიდევ ერთხელ ხო გამოჩნდა, რასაც ჩვენ ვიძახით, რომ არანაირი რუსული სპეცოპერაციის ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არ ეშინია რეჟიმს. რეჟიმს ეშინია ერთ-ერთი რაღაცის. ეს არის წინააღმდეგობა და წინააღმდეგობა ქუჩაში. გასაგებია და ბოლო კითხვა მექნება ეს თარიღის დასახელება რამდენად სწორია თქვენი აზრით, იმიტომ რომ ბევრს დაუჩნდა ესეთი დამოკიდებულება, რომ ხა 4 ოქტომბერს რო არ მოხდეს ის, რასაც გეგმავთ, კიდე ერთი იმედგაცრუება და ასე შემდეგ, რა საჭირო იყო თარიღის დაკიდება. არავინ არაფერს არ გეგმავს ის მე რა ეს 4 ოქტომბერი რაღაცა ისეთი ჩამოკიდებული თარიღი კი არ არის, უბრალოდ 4 ოქტომბერი არის ის, რაც ყველთა დაანონსა აი მოძრაობამ პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირმა, ხო?
მაგრამ მანამდე ხა 4 ოქტომბრამდე კიდე ბევრი სხვა თარიღი არის. ხა 31 აგვისტოა, 5 ოქტომბერია, 7 აგვისტოა, ხო? აი ეს თარიღები ყველა მნიშვნელოვანია და ყველა შეიძლება საპროტესტო მუხტისთვის იქნეს გამოყენებული და წინააღმდეგობის მოძრაობის გაფართოებისთვის. ანუ რაღაცა ეს დაკიდებული თარიღი არ არის. უბრალოდ ესეც კი რომ დაკიდებული თარიღი არ არის და უბრალოდ 4 ოქტომბერს ადამიანები აანონსებენ, რომ რაღაც ეს შეხვედრა და შეკრება უნდა მოხდეს, ესეც კი პანიკაში აგდებს ამას რეჟიმს და ისეთ პანიკაში აგდებს, რომ აი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას ცდილობს, რომ ეს რაღაცნაირად ეს გააშავოს და რაღაცნაირად შეაფერხოს, თორემ არ მინდა ისე წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა კონკრეტული თარიღია დაკიდებული და შემდეგ ბევრი ესეთი თარიღია დაკიდებული. აი 5 აგვისტოს მაგალითად შუალედური დასკვნა რო დაიდება ხალატის კომისიის მხრიდან და პარტიების აკრძალვის პროცესი პროკურატურაში წავა ჯერ და მერე ყადაღები დაიწყება პარტიების და ასე შემდეგ და მაგას მიყვება სამოქალაქო სექტორი, ხო? ანუ ეს ასევე ტრიგერი უნდა იყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის. მერე მოდი 7 აგვისტო ომის დაწყების დღე ხო, შემდეგ 31 აგვისტომდე აქვს დედლაინი, რომელიც დავიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არ ვიცით რა იქნება. შესაბამისად, ბევრი თარიღი არის 4 ოქტომბრამდე. უბრალოდ ჩვენ თვით, რომ ეს 2 თვე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ის. მერაბ, იმიტომ რომ თუ ამ კრიზისის გადალახვა ქართულმა ოცნებამ ეხლა მოახერხა რაც შიგნით აქვს და ეს 2 თვე წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებისთვის არ იქნა ეფექტურად გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, მაშინ რეჟიმი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება თუ წინააღმდეგობა, თუ ეს დაპირისპირება შიგნით გადალახა და მე იქნება ბევრად უფრო რთული ბრძოლა და ამ ქვეყანაში ცხოვრებაც. გასაგები, მადლობა დიდი. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს ანა წითლიძემ და მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ მიხეილ სააკაშვილმა, მერე ანა წითლიძემ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი ინფორმაციით იგეგმება ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების დაკავება სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. ჩვენი სტუმარი არის სტუდიაში აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით, გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებზე, ოცნებაში რაც ხდება. თქვენი შეფასება როგორია? გამოცილი პოლიტიკოსი ხართ, ალბათ გაქვთ მოსაზრება იმის შესახებ, ან გინახავთ რა ახლობით ასეთი ამბები რა მომხდარი, როცა რაღაც ხელისუფლებაში იწყება ძველი წევრების თუ არ ვიცი, მათი ყოფილი თანაგუნდელების ან მოქმედი თანაგუნდელების წინააღმდეგ ასე საქმის აღძვრა, მათი დაჭერები, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს. ეს მე თუ გადავხედავთ ძალიან ისტორიაში უამრავი მაგალითია ტოტალიტარული რეჟიმების და ავტორიტარული რეჟიმების. ყველა რეჟიმი საბოლოო ჯამში იწყებს საკუთარი თავის ჭამას და იწყებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც თვითონ წარმოქმნა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც დამოკიდებული არის რეჟიმის მთავარ პირზე. რომ და რეჟიმის ბუნება ყოველთვის არის ეჭვიანობა იწყება შემდეგ მოქმედი გადადის მოქმედებაში და ყველა ადამიანი რომელმაც გამოავლინა რაღაც დამოუკიდებელი უნარი და დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, კარგი, ცუდი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხდება მთავარი პირისთვის ხიფათის შემცველი. არ ვიცი, ასეთი ყოფილა, მე სხვადასხვა დამაინტერესა და ეხლა ამას წინათაც გადავხედე რაღაცებს, არ არსებობს რეჟიმი, რომელიც არ ანადგურებს საკუთარ თავს. არის ეს პროცესი ჩემის აზრით დაწყებული ქართულ ოცნებაში, რამდენად ღმერთსავა ამას მომავალი გვაჩვენებს. ოღონდ ერთი რამ არის მთავარი, არაფერი ამას არ აქვს საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან, ხო? რატომ? ხო, იმიტომ რომ თვითონ ამბობენ, რომ ეს არის კორუფციასთან, ვოლსკიმ თქვა, რომ კორუფცია არის ქვეყნის ღალატი და იქნება როცა ვეუბნებოდით, რომ ხელისუფლებაში კორუფცია, მაშინ ამბობდნენ ვარს, ეს ადამიანები ყველანი ზარზე იმით არიან გაშვებულები, ეს ადამიანები თავის დროზე ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერებად არის, როგორც გახარია, გახსოვთ გახარიაზე რას ამბობდნენ? საუკეთესო ლიდერი, ერთადერთი განუმეორებელი, ყველა ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის და დღეს ირკვევა, რომ გახარია თუმე საერთოდ სამშობლოს ღალატის მუხლით აპირებენ მის გასამართლებას, ხო? და თან ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ვიცოდით, ოღონდ გვაიძულეს და ასე შემდეგ. მოქმედი ანუ ჩვენ რა გვინდა ვთქვათ, რომ კორუფცია დასრულდა საქართველოში და კორუფცია აღარ არსებობს მოქმედ ჩინოვნიკებში. წარსულებით იწყებ ბრძოლას მაშინ, როდესაც მოქმედები უკვე კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. ან მინიმუმ ერთდროულად უნდა იყოს ხო წასულების მიმართაც და მოქმედი კორუმპირებული წარმომადგენლების მიმართაც ეს ბრძოლა. არა ეს ყველაფერი გავს მარტო ერთ რამეს, რომ იმ ადამიანებს, რომელმაც უკვე დატოვა ხელისუფლების გემინები თუ უნებურად, თავიანთი ნები თუ იძულებით გაუშვეს, უბრალოდ მათ ეუნებიან, რომ
უნდა დააბრუნონ ის, რაც ხელისუფლებაში და რეჟიმთან თანამშრომლობის დროს იშოვა. თუ უკვირდებით, არავიზე არ თქმულა, ვინც არ არის ხელისუფლებასთან გადაბმული. არც ერთი ბიზნეს აი ესეთი შეკვეთები, რომ 100 მილიონი უნდა მოიტანო, 200 მილიონი უნდა მოიტანო, 300 მილიონი უნდა მოიტანო, არ მიდის ზოგადად ბიზნესის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ იმ ბიზნესს აქვს ვალდებულება ბიუჯეტის მიმართ. აქ ხო შავ ფულზეა სინამდვილეში ლაპარაკი. შავი ფული, რომელიც მივა არა საქართველოს ბიუჯეტში, არამედ წავა ქართული ოცნების სალაროში, უпроსორად იმ კაცის სალაროში, რომელიც რეალურად წარმოადგენს ქართულ ოცნებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. შავი ფულის ამოღებაზეა ლაპარაკი და შავი ფულის ამოღებას შავად თან არაფერი საერთო კორუფციასთან ბრძოლის არ აქვს. პირიქით, ის თვითონ არის კორუფციის ყველაზე მთავარი გამოვლენა. ეს დაახლოებით არის აი რაღაცა შავი წილები, ქურდული წილები რო ირჩეოდა და იყოფოდა. მე გაგახსენებთ თქვენ რომ დღესაც ეს ხელისუფლებაც ასე თუ ისე იყენებს იმ კანონს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ დროს არის მიღებული და კანონი არ შეცვლილა, ოღონდ ასე თუ ისე, იმიტომ რომ რეალურად შავი სამყარო დაბრუნდა საქართველოში, ოღონდ შავი სამყაროს წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული ისინიც არიან ჩართული ამ ფულის ამოღების პროცესში, ხო ამაზე? არა მარტო ამაში არიან ჩართულები, აქ ხო ჩართულები არიან და ჩართულები არიან. უბრალოდ მე მინდა ერთი რამ გავიხსენო. შავი სამყაროს წარმომადგენლებს აკავებენ ხოლმე ასე თუ ისე რაღაც საქმეების გარჩევის გულისთვის. და მე გაგახსენებ თქვენ როცა გახარია და ბრალი წაუყენა ლელომ რომ მისი მონაწილეობით მოხდა ბიძინასთან საქმის გარჩევა და ბიძინა მოარყო ის ყველაფერი თუ გახსოვს? რომ საქმე გაარჩია ვისა და ვის შორის თორცები ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის და როგორ თქვა 100-0 მოუგო ხაზარაძემ. ვინ სიკვდილია ბიძინა ივანიშვილი რომ საქმეებს არჩევს. ან უბრალოდ ახლა ბიძინა ივანიშვილია სიკვდილი და მაშინ მე ვინ ვარ საერთოდ ამ ქვეყანაში, მაგრამ ანუ მე ოფიციალურად ვამბობ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაარჩია რა იყო აუდიტია, სასამართლოა, კერძო არბიტრაჟია, თუ რა არის, თუ ვინ არის. და თუ კანონი ამბობს რომ აი ესეთი კერძო გარჩევები აკრძალულია და ამის გამო ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს აკავებენ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი რატო არ უნდა დააკავონ? ოღონდ ეს არის სახელმწიფო და ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მორგებული არის ბიძინა ივანიშვილზე და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. დღეს ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე შემცირდა და როგორც ჩანს ეუბნება აი ამ ადამიანებს რომ თქვენ შენ ჩემ მეშვეობით იშოვეთ ფული, ეხლა ადექით და მოიტანეთ წილები უკან. სხვათა შორის არ გამოვრიცხავრო რომ სიმართლის მარცვალი იყოს იმაშიც რომ ბიძინა ივანიშვილს მასზე უფრო დიდი ავალებს რომ მას გაუჭირდა ფული კონკრეტულად ვლადიმერ ეს ვერსიაც ითქვა სხვათა შორის რომ ბიძინა ივანიშვილი ხო რუსი ოლიგარქია სინამდვილეში მას დღესაც აქვს ბიზნესი ის ფიზიკურად სადმყოფება მნიშვნელობა არ აქვს მან საქართველოს ჩაუტარა სპეცოპერაცია 2012 წელს სწორედ პუტინის დავალებით და სწორედ იმის გამო რომ ის პუტინის ოლიგარქი იყო დღესაც პუტინის ოლიგარქია ანალოგიური პროცესები მიდის სხვათა შორის რუსეთშიც ამბობენ ითქვა ესეც, ოღონდ რამდენად საფუძვლიანი წავეკითხე გადაცემის დასაწყისში. თავს ვერ დავდე. ამ პირაში რამდენი ადამიანი დაიჭირეს ასევე რუსეთში. ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ ბიძინა ივანიშვილსაც თხოვენ სადღაც ფულის გაგზავნა. სადღაც რა მოსკოვში. იმიტომ რომ ძალიან უჭირს კრემლს და ძალიან უჭირს პუტინის რეჟიმსაც. და ის ზუსტად ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი თხოვს იმ ადამიანებს, ვინც მისით ფული იშოვა, რომ ეხლა დროა მოიტანოთ, შევარნაძის ცნობილი გამოთქვა მახსენდება დაყაჭეთ გოგი თოფაძეს მიმართ დაწყებული გოგი თოფაძეს ესე მახსოვს მაშინ ოღონდ ტრიბუნიდან და ნუ სხვა მოტივით თითქოს მაგრამ დაახლოებით იგივე ხდება შევარნაძე მაშინ უთხრა რომ ჩემი ჩოულობთ ფულს ხო ჩემთან ხელისუფლებასთან ურთიერთობით ჩოულობთ ფულს და ვიცი რომ ბევრი შოე და ახლა დაყაჭეთ აი ზუსტად ესე ბიძინა ივანიშვილი ეუბნება ახლა ამ ადამიანებს რომ მათ უნდა დაყაჭონ ოღონდ მთელი უბედურება არ არის რომ საქართველოს მოსახლეობა იქნება ახლა მაინც მიხვდეს რომ როგორი ძარცვება ქვეყანა იმიტომ რომ ამასაც ვიმეორებ ბიუჯეტში ფულის დაბრუნებასთან არაფერი კავშირი არ აქვს რა ეს ფული რომლის შეკრებაც ახლა მიდის ბიუჯეტში არ დაბრუნდება ანუ ის არ მოხმარდება არც საქართველოს და არ მოხმარდება არც საქართველოს ხო მნიშვნელოვანი მაგრამ თქვენ ახსენეთ ახლა რომ აი რუსული სპეცოპერაცია ასე შემდეგ და ამ თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნება რამდენიმე დღე ატრიალებს ასეთ მესიჯს რომ აი აგერ ამერიკის დაზურამაც კი ამხილა რომ აი რუსეთთან კავშირი ტრამპს ტყუილად დააბრალეს და აქედან გამომდინარე ვინ ჩვენს გვაბრალებს რუსეთ უმოებავს პრორუსული და ასე შემდეგ ყველა არის აი ამ რაღაცა deep state-ის ერთი პროპაგანდის ნაწილი რომ ყველას უნდა დააბრალო რუსეთის კაცობა პრორუსობა იგორ გიორგაძე იყო რუსეთის კაცი თუ არა
რა თქმა უნდა. და იმის გამო რომ აი ახლა წარმოვიდგინოთ რომ იგორ გიორგაძე დღეს მოქმედი ჩინოვნიკია საქართველოსში და ანუ იმის გამო რომ სადღაც ვიღაცამ ჯერ ეს რამდენად მართალი დავანებოთ ამას თავი, მაგრამ თქვა სწორად დადო ნენსი რაგვარია ეს ქალბატონი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სწორად დადო აი ეს ტულსი გავარდი. ქალბატონი ტულსი გაბარდი. ხო, და მოდი ჩავთვალოთ რომ სწორად დადო. მაგრამ ის რომ რაღაცა სადღაც სწორად არის და მართლა ასე იყენებენ, ამის გამო იგორ გიორგაძეზე ვერ უნდა გამოიყენო რუსეთის კაცი? ის ხო ღიად რუსეთის კაცი იყო. ანუ სისულელია ის რომ შენ რუსეთის კაცი ხარ, შენ არა, იმას ვეუბნები, ვინც ამას ვამბობ, ეს დაბრალებით კი არა, ფაქტებით დასტურდება. შენი მოქმედებები ხო და ერთ-ერთი ფაქტი ვერ წარმოადგენესო. სირიას აფხაზეთის უკან წაღების აღიარების უკან წაღებას არ თხოვს ქვეყანა, რომ რუსებს არ აწყენინონ. რა ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ, ხალხო? სირიაში შეიცვალა ხელისუფლება, პრორუსი და რუსების კაცი გაქრა, ვინც რუსების დავალებით აღიარა აფხაზეთი და საქართველოს ხელისუფლება არის გატრუნული. აფხაზეთის უკან წაღების აღიარების უკან წაღებას არ ითხოვს, იმიტომ რომ არ გაბრაზდეს რუსეთი. და ერთი რამე მაინც თუ გინახიათ, რომ რუსებს ამის სამაგეროდ რამე დათმობა გაეკეთებიათ, ამ ხელისუფლებასაც კი შანსა რუსებენ რომ თავში არ ჩაარტყან, რატო? იმიტომ რომ რუსეთს არ ჭირდება საქართველოში პარტნიორი ხელისუფლება. რუსებს ჭირდება მთლიანად მასზე მიბმული და მასზე დამოკიდებული ხელისუფლება. მათი არ ვიცი, აი ყველაზე არ მინდა ტერმინებით, ქუჩური ტერმინებით ვისარგებლო ხოლმე, შნირი თუ არ ვიცი რაღაცა, აი რაღაცა ამდაგვარი, გაუბედურებული, მთლიანად მისი ურეიტინგო უპრინციპო ხელისუფლება. მას არ ჭირდება პარტნიორი ხელისუფლებაც კი, თუნდაც პრორუსი, მაგრამ პარტნიორი. პარტნიორი სხვა რამეს ნიშნავს. მე რა პარტნიორი ნიშნავს, რომ შენ ითვალისწინებ ჩემს ინტერესებს, მაგრამ მეც ვითვალისწინებ რაღაცა შენსას. ან რაღაცას მაინც გიკეთებს სასარგებლოს, რომ არა ერთი რამე გრამი, 1 სანტიმეტრი, 1 მილიმეტრი რამე დათმობა ამ ხელისუფლების ხელში რუსების მხრიდან გვინახავს. პირიქით ჩანსარუშობენ ხელიდან, როდესაც ესენი სწორედ იმ მოტივით, რომ აი რუსებთან დათმობას აკეთებენ, ხო ამ მოტივით აკეთებენ, რომ საქართველოს უნდა გადავარჩინოთ, საქართველოს უნდა უჩვენოთ, საქართველოს უნდა პრობლემები მოუგვაროთ. ერთხელ მაინც თუ გინახავთ, რომ რუსეთს გაეშვა შანსი ხელიდან და არ შეეხსენებინოს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დავივიწყოთ. ანუ წინასწარვე გვეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების დათმობის ხარჯზე რაციონალური დათმობებიც რო გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, მართლა ამ ხელისუფლებამ არა, აი მართლა რომ პატრიოტი ხელისუფლება იქნება, რაციონალურად რომ იფიქროს და თქვას, რომ მზადავა რაღაც დათმობებისთვის რუსებთან, ოღონდ გვაინტერესებს რა ნაბიჯ გადადგავს რუსეთი საქართველოს სასარგებლოდ იმ საპირწონეთ რომ საქართველოს გეტყვია რომ ომი არ არის, მშვიდობა არის. არა, ნუ ახლა ეგ არის მიღწევა. ბოდიშურტი, მაგრამ მშვიდობა არის მიცვალებულებისთვისაც სასაფლაოზე ხო? თუ სასაფლაოდ უნდა გვაქციონ და პტრებად უნდა გვაქციონ, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც ქვეყანა, ნუ ახლა ასეთი მშვიდობა ვისრათ უნდა მერაბ მაშინ, ხო? ადამიანები ცხოველებისგან იმით განსხვავდებით, რომ ვაზრუნებ თავისუფლება გვაქვს და თავისუფლების რაღაცა ელემენტარული მოთხოვნა მაინც გვაქვს და თუ ეს ყველაფერი უნდა დავკარგოთ და ცხოველებად უნდა გვაქციონ, მაშინ ახლა რომელ მშვიდობაზეა მაშინ ლაპარაკი? შანსიც კი არ გაუშვია. მე რა საქართველოს მე დიდი გამოცდილება მაქვს 90 წლიდან მოყოლებული. არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც არ შეეთავაზებინა რუსებისთვის პრობლემების მოგვარება და რაღაც ტიპის თანამშრომლობა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. ყოველთვის ვეუბნებოდით, რა გინდათ, რომ ჩვენ ვნახოთ, რა შეგვიძლია იქიდან გავაკეთოთ. არასდროს დაწყებული ზვიად გამსახურდია და გაგზელებული შევარდნაძით მერე სააკაშვილით და დარწმუნებული ვარ არც ახლა რუსი არ ამბობს რა უნდა, მას ყველაფერი უნდა და იმიტომ. ანუ არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობის ზომა, რომელიც დააკმაყოფილებს რუსს. დაუთმობ პატარას, მოინდომებს კიდევ უფრო მეც. და დამოკიდებულება არის მარტივი. აი თქვენ უნდა ცადოთ რომ გვასიამოვნოთ, მე ჩვენ ნახავთ გვესიამოვნება თუ არა. ონ სიამოვნებას არ აქვს ზედაჭერი. რაც მეც ასიამოვნებ, კიდე მეტი უნდათ. შენი არარსებობა უნდათ, მე რა. როდესაც საქართველოს ხალხს არ ესმის ერთი რამ, ან როგორ არის ცი, შიში ხოძა მურტალი რამეა. შიში ზოგჯერ ობიექტური განჯის უნარს აკარგინებს ადამიანს. აი მაგალითად ახლა ვიღაცას ეშინია თვითმფრინავში ჩაჯდომა, მე რა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია თვითმფრინავი. აი იცის ლოგიკით, სტატისტიკით რომ ყველაზე უსაფრთხოა, მაგრამ ეშინია. ანუ რაციონალურ აზროვნების მიღმა და რაციონალურ აზროვნებაზე ბატონობს ხოლმე შიში.
ამიტომ მე მესმის რატო რომ ამერიკას იმაზე მეც უბედავთ ვიდრე თქვათ რუსებს რატოა რომ თურქებზე უფრო თამამად ლაპარაკობს პატრიოტი ქართველები იმიტომ რომ იმისგან დაბომბვას არ ელოდებიან იმიტომ რომ ის კიმარა deep state-ს რო ასევე წინააღმდეგები და ვეომებით მე რომ დაბომბონ აი ახლა აფრინდა ამერიკული თვითმფრინავები და ისე დაბომბა ირანი რომ რადარებმა ვერც კი დააფიქსირეს კიმარა ესენი გიჟები არიან ამერიკამ უნდა დაბომბოს არა ქართველებს რატო არ ეშინიათ ამერიკის დაბომბვის განა იმიტომ რომ ზომა არის თქვათ თანაფარდი არამედ იციან რომ არ დაბომბას ისინი კარგები არიან ამიტომ რასაკეთებენ ძალიან მარტივი აი ყველაზე მდაბიო და მდაბლური ის არის აღებული რა თქია წესი მოდი ვასიამოვნოთ ცუც იმიტომ რომ ისინი მაინც არ დაბომბავენ და იქნებ ამან არ დაბომბონ ოღონდ ერთი რამ ეშლება ჩემს ძვირფას ქართველებს ვინც ასე ფიქრობს რომ რუსმა შეიძლება არ დაბომბოს ან რუსმა შეიძლება არ დაგარტყას იმ შემთხვევაში თუ შენი მასთან თანაარსებობა არის შესაძლებელი ანუ დააკმაყოფილებს მის ინტერესს ისე რომ შენიც რაღაც დარჩება არა შენი არსებობა არის შეუთავსებელი რუსის არსებობასთან შენი როგორც თვითყოფადი ერის შენი როგორც სახელმწიფო ერის შეუთავსებელია ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე სხვათა შორის იმის გამო კი არა რომ უბრალოდ ქართველები ძულთ და ქართველების ჯინასზე არა მათი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რადგან საქართველოს არის ალტერნატივა აღმოსავლეთისა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი ესე ვთქვათ არტერია ალტერნატივა რუსეთისა ალტერნატივა უფრო სამხრეთისა რომელიც ამ წუთში ცოტა ცუდია ჩვენ და ბედად ამიტომ მათ ინტერესში შედის რომ ეს არტერია აღმოსავლეთ დასავლეთის დამაკავშირებელი არ არსებობდეს ანუ რაც არ უნდა კარგად მოიქცეთ ბოლოს მაინც ქცევენ ბოლოს მაინც გაბლახავენ და გაბლახავენ უფრო მეტად მაშინ თუ დავჩებით პატრონ მეგობრების გარეშე თუ დავჩებით იმ კოლგის გარეშე რომელიც იქნება გარანტია საქართველოს ნიანგის გვერდით მარტო რომ დარჩენა იმის იმედად რომ მე არ შემჭამს სხვა შეჭამსო ხო აუცილებლად შემჭამს ხო აუცილებლად შემჭამს როგორც კი მარტო დავჩებით და კიდევ უფრო მალე შევჭამს მე ხანდახან აი მავოგნებს ხოლმე აი ზელენსკის მაგინებლები ქართული ოცნება ხო როგორ შეიძლება ზელენსკის აგინებდეს ქართული ოცნების წარმომადგენელი განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს მათი ნათებარი მშვიდობა სწორედ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის დამსახურებაა ანუ რუსებს აუშლის დღეს ხელს სომხეთს გაცემ თქვა ძალისმიერი პასუხი რუსებს აუშლის ხელს აზერბაიჯანს გაცემ ძალისმიერი პასუხი უკრაინაში ჩაფლული პროცესი ერთი ნაბიჯით კი და 100-200 მეტრის წინ წაწევას თვეები უნდებიან ხო ამიტომ სინამდვილეში დღეს ის მშვიდობა რომლითაც ასე ტრაბახობს ქართული ოცნება არის უკრაინელი ხალხის ბრძოლის შედეგი საკმარისია უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს პუტინის ცემის გარეშე ანუ პუტინმა მოიცალოს სხვა რაღაცებისთვის როგორ ფიქრობ პირველები ვინ შეიძლება იყოს რიგში რომ პუტინმა სადღაც რომელიღაც მიმართულებით მაინც ძლევამოსილი ესე ვთქვათ მარში გააკეთოს საქართველოს დგას პირველ რიგში ამიტომ ხედავ უნდა ნატრულობდეთ იმაზე რომ ამ ომიდან პუტინი გამოვიდეს და ძალიან დამარცხებული და არა რაღაცა ბოლოს მინდა ისე დაუბრუნდე ამ ჩვენი არჩევნების თემას თქვენ პარტიაც და სხვა 8 პარტია ბოიკოტს უცხადებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და რაღაცა ესე 4 ოქტომბერი რაღაც არჩევნების თარიღი ჩამოიკიდა თითქოს რომ იმ დღეს უნდა მოხდეს რაღაც მშვიდობიანი ცვლილება ხელისუფლების და ასე შემდეგ და ვინც არჩევნებში გადის ისინი კითხულობენ რომ კარგი ბოიკოტი გამოუცხადეთ მე რა ხდებაო ხო და რა შეგიძლიათ მოკლედ რომ გითხრათ ამ თემაზე და ამით დავასრულოთ ხო რა შემიძლია თქვა ეს არჩევნები არ არის ეს არჩევნები საბედნიეროდ არ ცივილიზებული სამყაროს არც ერთ წარმომადგენელს უკვე წინასწარ აქვს ყველას განცხადებული ეს არჩევნები არ არის და მანამ სანამ საქართველოში არ დემოკრატიული წინაპირობა არ შეიქმნება საარჩევნო გარემო არ შეიქმნება რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს არჩევნებად არ ჩაითვლება ამიტომ ტყუილი ეგ ბოიკოტს არაფერს არ უცხადებთ არ არის ეს პროცესი არჩევნები საბედნიეროდ ის ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას თუ 9 ეს არჩევნებად ვეღარ შედგება დაგბაზიანებს მეტნაკლებად მაგრამ ცივილიზებული სამყაროს პოზიცია უკვე ცნობილია ჩვენი პარტნიორების პოზიცია ცნობილია მანამ სანამ საქართველოში დარჩება პოლიტიკური ძალები რომელიც იბრძვის არაღიარებისთვის რომელიც იბრძვის საქართველოს დემოკრატიულ გარემოში დაბრუნებისთვის, რომელიც იბრძვის პარტნიორებთან ერთად საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის, მანამ ეს პროცესი გაგრძელდება. ამიტომ ეს 8 პარტია აგრძელებს იმ პროცესს, რომელიც დაიწყეთ. როცა ლაპარაკია, რომ აი ბოიკოტი რას გვაძლევს, კი მაგრამ პარლამენტში რატო არ შევიდნენ მაშინ?
დავიჯერო ახლა საკრებულოდან უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ გარემოებებზე ზემოქმედებისა, ვიდრე პარლამენტში. თუ ბოიკოტი არაფერს არც ერთი ველი არ უნდა დავტოვოთო ბრძოლის გარეშე. არ ვაჩუქოთო ასე ვთქვათ. არა, რა სისულელია, და თუ ეს ყველაფერი ამ თავარხას ხელშეუშლის და თუ ეს ყველაფერი ამ თავარხას დააზიანებდა, ის რომ ეს თავარი ხაზი საბოლოო ჯამში არ დაზიანდა და გაგრძელდება სექტემბრიდან განსაკუთრებით აქტიურად, ეს იმ ორის დამსახურება კი არ არის. ან არჩევნებში მონაწილეობა ხელს არ უშლის კი არა. ყველას რომ მიგვეღო მონაწილეობა, გარწმუნებ დაზიანდებოდა. თან მერა მოუთმელობა ჭირს ამ პოლიტიკურ ძალებს. აი შედეგი არ დევს, როდემდე უნდა უყუროთ. ჩვენ რა გვინდა რომ მთელი მსოფლიო მარტო საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობდეს? ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ძალებს უამრავი პრობლემა აქვს ხო მსოფლიოში. იმ ძალებს, რომლებიც მსოფლიოს დემოკრატიულ დღის წესრიგს განსაზღვრავენ, მსოფლიოს არ არსებობს მსოფლიოში რეგიონი, მსოფლიოში კუთხე, სადაც პრობლემა არ იყოს. მათ შორის საქართველო არის ერთ-ერთი უმცირესი იმ პრობლემების ფონზე. უკრაინის პრობლემაზე გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ხო? სირია, ირანი, ეს ყველაფერი ხო უზარმაზარი პრობლემაა. ჩვენ არც კი ვიცით რა ხდება აფრიკაში, რა ხდება ტაივანში, რა ხდება წყნარი ოკეანის აუზში. ჩვენ მარტო ჩვენ მთელ მსოფლიოს უყურეთ საქართველოს გადასახედიდან. ამიტომ პროცესები არ მიდის იმ ტემპით, ჩვენ რო გვინდა, ჩვენ ხვალესავე გვინდა შედეგი. ოღონდ πρოცესები მიდის წინ. 4 ოქტომბერს რა იქნება? ანუ თარიღი რატო ჩამოკიდა ზოგიერთ? არა, ჩვენ არ ჩამოვიდია 8 პარტიას. ამ თარიღს კიდევ ბატონი ლევან ხაბეიშვილი, მე მას მინაგით რომ დააშუქრავ, იმიტომ რომ ის რასაც ლევანი ბედავს ახლა პარეული პოლიტიკური ლიდერი ვერ გაბედავდა, ესე პიროვნული სახელებით დასახელება ნაჯახით ეს არ არის იოლის საქმე, როცა მაფიოზებთან თან საქმე, ანუ ადამიანებთან, რომლისთვისაც პოლიტიკური დღესასრიგი არ არსებობს. პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკოსებთან შესაძლებელია, პოლიტიკური კრიზისით შედეგის მიღწევა პოლიტიკოსებთან შესაძლებელია. ეს არის ბანდა უბრალოდ რა. ამიტომ პროცესები ძალიან ნელა მიდის ჩვენი გადასახედიდან, მაგრამ მიდის წინ. თან მერაბ შეხო კარგად იცი, ჯერ სანქციების პეტერა მისხალიც კი არ არის სინამდვილეში გამოყენებული. მე ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ბალტიის სახელმწიფოების მიმართ ამათ ხო ეგ არ აწუხებთ. ამათ შეაწუხებთ მეგობრებო. ხო, ივანიშვილი ამერიკამ დაასანქცირა, მაგრამ ამათ შეაწუხებთ. აი, ფინანსური სანქციები ჯერ არ წამოსულა, მერაბ და წამოვა და ისე რომ იცოდე ივანიშვილის დასანქცირებამ, თუნდაც მაგდოზის დასანქცირებამ გამოიწვია ის, რომ აგერ იმასავით, რა ქვია, ცოფიანი ძაღლივით ექცევა იმას თავის თანამებრძოლებს. ეს ხო შემთხვევით არ მოსულა. მერაბ შენ ჯიბის ფულით ცხოვრება შენთვის რთული არ არის. რატო? შენი ის $1000 თუ $2000, რომელიც შეიძლება ჯიბეში გიდევს, არ გიდევს, ვიცი, დარწმუნებული ვარ, მაგრამ რომ ძგედოს, ეგ არის შენი მთელი ცხოვრების, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა და ამით იცხოვრებ. ოღონდ ბიძინა ივანიშვილი ჯიბის ფულით ვერ იცხოვრებს. ბიძინა ივანიშვილის ყოველდღიურ ცხოვრებას რაც ფული ჭირდება, ის ჩემოდნებით უნდა ატაროდა იმით, რა ქვია, ჯავშან ტრანსპორტიორით, იმდენი ფული ჭირდება მას ყოველდღე. ამიტომ ქეში ფული ცხოვრება ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან რთული და მას წვდომა უკვე შეეზღუდა ბანკებზე, ოღონდ ჯერ წინელოდებათ ყველაფერი. შენ უნდა ნახო ბრიტანული, იმიტომ რომ ხო იცი რომ საარბიტრაჟო სასამართლოები ბრიტანეთშია, ამათ თვალწები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე აქვს თავიანთი ქონებები დარეგისტრირებული. აი წამყვანი სახელმწიფოების სანქციები რო წამოვა პერსონალური, მათ შორის მე რა ვნახოთ, ანუ ჩვენ ვამბობთ რომ აი დაედო, მაგრამ არა ეფექტური არ არის. ჯერ ხალხო იმ სანქციების დემოკრატიული სამყარო ხო ნელა მოქმედებს, იმიტომ რომ შანსს გიტოვებს გამოსწორებისას. დემოკრატიული სამყაროს მიზანი არ არის შენი განადგურება, შენი გონსმოყვანა და ამიტომ გიტოვებენ ყოველთვის შანსს გონზე მოგებისას. ამიტომ ეს პროცესი იწელება, მაგრამ თუ არა, ჯერ წინელოდება ამათ ყველაფერი, სწორედ ამიტომ მეტი მოთმინებით უნდა შევხედოთ. 4-მდე მორჩება, მე ვიცი ერთი რამე, სექტემბრიდან, ეხლა თითქოს შეჩერებულია ეს პროცესი, შეჩერებულია, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყარო ისვენებს. ისევ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დღის წესრიგით არ მუშაობს, ჩვენ პოლიტიკური პარტიები რო არ ვისვენებთ და რო ვერ ვისვენებთ, ეხლა ამ საფულში მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვათ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ წინააღმდეგობა უნდა გაფართოვდეს ქვეყნისშინით, იმიტომ რომ ქვეყნისშინით წინააღმდეგობაზე ეფუძნება გარედან მოქმედება და გარედან მოქმედებას ეფუძნება ასევე წინააღმდეგობის გაზრდა. ჩვენ 2 აგვისტოს გვაქვს 8 საათზე
ბათუმის ბულვარის კოლონადებიდან მარში და მე ყველა იმ ადამიანს რომელისთვისაც მნიშვნელოვანია და რომელიც აცნობიერებს რომ თუნდაც რაოდენობაც კი საჭიროა იმისათვის რომ დავანახოთ დასავლეთს რომ ქართულ ხალხში პროტესტი არ მოგვდარა ჩვენს პარტნიორებს იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ რომ ჩვენ მუდმივად ბრძოლის უნარიანები და ბრძოლის ფორმაში ვართ ამიტომ კითხვა აი რომ მოვედი დღეს რატომ დამიძახეთ რა გავაკეთე არ უნდა ჩანდეს ბევრჯერ მოგვიწევს მოსვლა ნეტავი ღმერთთან 20-ში დამთავრდებოდეს მაგის არანაირი სარამაკ რა ქვია წინააღმდეგობა თუმცა მე უფრო განწყობილი ვარ იმისთვის რომ ამ ტიპის ხელისუფლებასთან ბრძოლა ცოტა უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს. გასაგებია, მადლობა. აკაკი ბობოხიძე იყო ჩვენი სტუმარი, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი. რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმრები უკვე არჩევნებში მონაწილე პარტიები ლელო და გახარიას პარტია იქნებიან, ასე რომ დაგველოდეთ, შევეცდებით გავარკვიოთ, მართლა იქნება თუ არა მათი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. აშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ნიკა ჩერქეზიშვილი, ლელო, გიორგი ჭანტურია, გახარია საქართველოს. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანი წითლიძე მყავდა რეკლამამდე სტუმრად, დღეს რამდენიმე გადაცემაში არა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თქვა ასეთი რამ, სისტემური ოპოზიციის შექმნის პროცესში შესული არიან ლელო და გახარია საქართველოსთვის. თვითონაც ხომ იციან, რომ არანაირი გამომგლეჯი თბილისის და არც ერთი მუნიციპალიტეტის ესენი არ არიან. როგორ ფიქრობთ, ხართ რაიმის გამომგლეჯი? ბუნებრივია, რომ ვართ, სხვანაირად ამ ბრძოლაში არ ვიქნებოდით. ჩვენ ფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ ქართულ ოცნებას ამ ბრძოლაში და სისტემური ოპოზიციას რაც შეეხება, სისტემური ოპოზიცია სწორედ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ პროდასავლური პარტიები ამ შემთხვევაში ჩვენ და გახარიას პარტიას გულისხმობთ, თუ ამ ბრძოლაში არ შევალთ და ქართულ ოცნებას დავტოვებთ თავის მართლაც სატელიტ პარტიებთან ერთად, სწორედ ამ შემთხვევაში შექმნის ის სისტემურ ოპოზიციას, ამის მცდელობა ქართულ ოცნებას მრავალჯერ ჰქონდა, თქვენ იცით რომ შექმნა სწორედ ამისთვის პარტია ხალხის ძალა, მაგრამ შემდგომ როცა ჩაატარეს კვლევები და გაზომეს საკუთარი რეიტინგი, მიხვდნენ რომ არ იქნებოდა საკმარისი მათთვისაც და ქართული ოცნებისთვისაც ელექტორატის ხმები, ამიტომ ხალხის ძალა საერთოდ აღარ მიაღებინეს ამ პროცესში მონაწილეობა, ასევე გახსოვთ რომ მათ ფიქრობდნენ რომ ალტინფო დაერეგისტრირებინათ, მაგრამ შემდეგ მასაც არ მიცეს რეგისტრაცია, იქიდან გამომდინარე რომ ისევ და ისევ ეშინოდათ, რომ ვერ მოიპოვებდნენ იმ იმდენ პროცენტს, რაც მათთვის იყო საჭირო და მნიშვნელოვანი და ეს პრინციპში დადასტურდა კიდევაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად, მიიტაცეს არჩევნები, გაყალბების მიუხედავად მათ 53%-ზე მეტი მაინც ვერ დადეს. რეალურად ქართულ ოცნებას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმები გაუნაწილოს სხვებს, მაგრამ თუ ჩვენ არ შევალთ პროდასავლური პარტიები ნამდვილად ამ ბრძოლაში და ამ შემთხვევაში ისინი ბუნებრივია, რომ შექმნიან სისტემურ ოპოზიციას. რა იქნება, თქვენ როგორ გონიათ? აქამდე იყო საუბარი, აი 4 პარტია თუ იქნება, შეიძლება თბილისი მაინც გამოგულიჯოთ როგორც ამბობთ. ეხლა 2 პარტია შეძლებთ ამის გაკეთებას. ნახოთ, ეხლა ეს პროცესი ეხლა იწყება, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა გახარიას პარტიასთან, შევქმნით უკვე გარკვეული სინერგია. ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვქნით კონკურენციას, პოლიტიკურ კონკურენციას. არ ვიცი თქვენ რამდენად ადევნებთ თუ აქვთ ამის შესაძლებლობა დროიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად, ყოველ საღამოს გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან, ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ყოველ დღე დილით გვაქვს ბრიფინგები კონკრეტულ პრობლემებს ვაშუქებთ და ყველა იმ ადგილას, სადაც ჩვენ მივდივართ და მოსახლეობას აი დაბარებულებივით ჩვენი წამოსვლის შემდეგ მიდიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ან მერიიდან, ან გამგეობიდან და ცდილობენ ამ ადამიანებთან კომუნიკაციას, მათთან საქმის დალაგებას, იმიტომ რომ მათ ეშინიათ რომ არ დაკარგონ ეს ელექტორატი. ეს შიში არის რეალური და საფუძვლიანი, რადგან მათ წლების განმავლობაში უკვე პრობლემების მქონე მოქალაქეები დატოვეს საკუთარი პრობლემების წინაშე მარტო, ფაქტობრივად არანაირად არ ზრუნავენ ამ ხალხზე, მათ მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივი
მოტივი აინტერესებთ და ამ კორუფციაში არიან ჩაფლული და ამის მიღმა ხალხი არ აინტერესებთ, იმიტომ არის ქვეყანაში დიდი უმშევრობა, არის უამრავი ხალხი, რომელიც ემიგრაციაში მიდის და აი ამ ხალხთან კავშირი ქართულ ოცნებას აბსოლუტურად გაწყვეტილი აქვს. ბატონო გიორგი, თუ ერას ფიქრობთ, რის მიღწევა შეგიძლიათ ამ არჩევნებზე? ეს არის რამდენიმე ადგილის საკრებულოში, ეს არის მაქსიმუმი, თუ რეალურად შეიძლება რაღაცისთვის იბრძოლოთ? ამ ვითარებაში, როცა რა ოპოზიციის ამორჩეული დიდი ნაწილი არაპირებს საერთოდ არჩევნებზე მოსვლას. მოგესალმებით მე კიდევ ერთხელ, მოგესალმებით პარლამენტის მაყურებელს. პირველ რიგში ანაწილეძეს მინდა მივუღოთ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნად შეუძლია გამოაცხადოს, იმიტომ რომ რუსთავის ეთერში უკვე ფაქტობრივად ყოველდღიურად ზის ეს ადამიანი და იმ ოპოზიციური ძალების გაშავებას ახორციელებს ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში და ეხლა ბოიკოტისტების გეგმა თუ ეგ არის, რომ ოპოზიცია გახდეს ამ არჩევნებზე, კი ბატონო, ეს მათი გადასაწყვეტია და ამას ქართული ხალხი არჩევნებზე კარგად შეაფასებს. ხა ჩვენამდე ბატონი აკაკი ბობოხიძე ეგეჭდა თქვენ და უსმენდი გულისხმობით და როცა კითხეთ, რომ თუ რა არის ბოიკოტის მერე გეგმა სირიაზე და ტაივანზე დაიწყო ლაპარაკი და გასაგები არის, რომ ჩვენ ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ხალბატონი ანაწილეძე რასაც კადრულობს, მაგას არასოდეს არ ვიკადრებს და მე პირადად ახლა მირჩენია, რომ ხალბატონი ანაწილეძემ გამოვაძღოს, ვიდრე რუსთავის ეთერიდან შემაქოს და რაც შეეხება ჩვენს კითხვას ჯერ კიდევ ძალაშია, რომ რა არის მათი გეგმა და ისე ამბობენ, რომ გეგმა არის წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა არჩევნებში მონაწილეობა. მანამდე. არჩევნებში მონაწილეობა არის პროცესის ნორმალიზება. შემდეგ უკვე აკაკი ბობოხიძე, ბატონმა აკაკი ბობოხიძემ თავის პასუხში ისიც ჩამოაყალიბა, რომ ოცნებას ძალიან დიდი კრიზისული მოცემულობა უდგას და მინდა შევახსენო ამ ადამიანსაც, არა მხოლოდ ამ ადამიანს, რომ ყველა იმ ბოიკოტის, რომელიც პარტიას წარმოადგენს და ბოიკოტისკენ მიხრება, რომ ეს კრიზისი მე მგონი ოცნებას სუსტად არჩევნების შემდეგ დაუდგა 2024 წელს. და 2024 წლამდე ხა ამ ქვეყანაში ვისაც არჩევნებში მონაწილეობა მიუღია და 2024 წლის არჩევნებისთვის ეზრდებოდა, არც ერთი ადამიანი ესეთი უნური არ ყოფილა, რომელიც ფიქრობდა, რომ 2024 წლის არჩევნებს ოცნება იდეალურად ჩაატარებდა. ყველამ იცოდა, რომ ოცნება ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ იქ რაღაც კონკრეტული პროცენტი დაეწერა და არჩევნები გაეყალბებინა ხა და მაშინ რატომ მიიღეს ამ პარტიებმა მონაწილეობა? უბრალოდ მე აქ ერთ რაღაცას ვხედავ. აქ საუბარი მასშტაბებზე, გაყალბებაზე. აქ მე ერთ რაღაცას ანუ ისეთი მასშტაბები მიიღო ამ გაყალბებამ, რომ ვერ უშველა ვერაფერმა. შესაბამისად, ეხა ამბობენ, რომ თუ მაშინ თქვით, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ ტარდება, თუ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვით, ხო, ეხა მაშინ თუ ბრძოლა იყო პარლამენტში გაგვემართა ის ბრძოლა. ხო, რა აზრი ქონდა იმაზე უარის თქვა და ეხა საკრებულო და რა ბრძოლა უნდა გავუმართოთ. გასაგებია, მან საკრებულო და რა გასაგებია. მე შემიძლია ეს აუხსნა. მაგას ამგერ დააზიანებთ აი ამ იმას რა ქვია. ლეგიტიმაცია კრიზის სიტუაცია დავაზიანებთ. მე ნორმალი კრიზისული სიტუაცია გადავა ნორმალურ სიტუაციაში. ნორმალურ სიტუაციაში შეიქმნება მაშინ თუ საქართველოს ქართული ოცნება მიახსენს იმას, რომ პოლიტიკური დისკუსია საერთოდ ქვეყანაში მოკვდება. ხა ქართული ოცნების თავარი ამოსავალი ამოცანა რაც არის, რომ პოლიტიკა ქვეყანაში საერთოდ მოკლავს და ეხლა ვინმეს უგონია, რომ ეს ქართული ამორჩეველი, ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც 2024 წელს ის პროევროპული ამორჩეველი, რომელიც ქართულ ოცნებას 2024 წელს მისცა ხმა და დღეს მოცემულობით ხვდება, რომ ქართულ ოცნებამ მოატყუა და ეს ხალხი შეცდომა შეიყვანა და ეხლა ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს ხალხი არის ის ადამიანები, რომლებიც გარეთ გამოვლენ და ნაცნობ მოძრაობასთან ერთად ქუჩაში დაჯდებიან და ბოიკოტს გამოუცხადებენ, ეს არ არის და ჩვენ არაერთხელ აგვიხსნია, რომ გვესმის, ანუ ბაიჯინა ივანიშვილი მე მგონი ვერ გაუგიათ ამ ადამიანებს როგორი ადამიანია. ეს კაცი არის ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ შვილობილი, რომელსაც ის უწოდებდა ბატონ ბაჩალიაშვილს, ხომ ის გაარტყოს აღოს და შემდეგ ციხეში ცემოს. ბატონ რიჯვაძეს იარაღი მიუშვიროს, კალაძეს კიდე 1000 უბედურება დაამართოს და ესეთ ადამიანზე როცა ვსაუბრობთ, ეხლა ვინმეს თუ გონია, რომ აი ეს ერთი დღის მოსმით ბოიკოტს გამოაცხადებს და მეორე დღეს ივანიშვილი გაქრება. ეს არ გონია, ბატონი კაკი მაგაზე საუბრობა სწორედ რომ პირიქით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და უნდა იყოს ბრძოლა ბოლომდე და ბრძოლა ივანიშვილთან ბრძოლის მოდი კითხვა შემოვაბრუნოთ. ბატონო. რა ხდება თქვენ შემთხვევაში აი არჩევნებში ოქტომბერს მაგას ვაპარაკობ ზუსტად ივანიშვილთან კაცი ყავთ საკრებულოში ივანიშვილთან ბრძოლის ჩვენი მიზანი არ არის რამდენიმე ადამიანი დავსვათ საკრებულოში ჩვენ თუ ივანიშვილის რა ხდება ჩვენ თუ იმაზე ვსაუბრობთ თუ ივანიშვილის ოცნება როგორ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და როგორ უნდა დასრულდეს ის მოცემულობა რაც დღეს მოცემულობით გვაქვს ქვეყანაში ეს თავარი ინსტრუმენტი ამის არის ის ამორჩეველი, რომელიც 2024 წელს ქართულ ოცნებას ხმა მისცა. არც ფულზე
და არც კობახიძეზე არც კალაძეზე ბიზნა ივანიშვილი დღეს რეალურად არ დგას. დღეს დგას იმ ადამიანებზე, რომელიც ის 2024 წლის შემდეგ წლის არჩევნებამდე მოატყვა, რომ ეს ხალხი მიყავდა ევროპისკენ თითქოს. ეხლა დამეთანხმებით მაგაში, რომ 35%-ზე 30% ქართული ოცნება, რომელიც 2020 წლის მონაცემით ფლობდა, ამ პროცენტს 30% ქართული ოცნება ნამდვილად არ იმსახურებს მინიმუმ დღეის მოცემულობით იმის შემდეგ, რაც ამ პარტიამ 24 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთა და იმაში დამეთანხმდებით, რომ ამ 35%-დან ძალიან დიდი ნაწილი არის ის პროევროპული ამორჩეული, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას იმიტომ აძლევდა ხმას, რომ ერთი ნაციონალური მოძრაობის პრობლემების თბილისის გამოგლეჯვა, არამედ ამორჩეულის გამოგლეჯვა. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ რიგში ვიპოვოთ ისეთი საერთო კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ექნება და მეორე გავარწმუნოთ ქართული ამორჩეველი, ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელსაც ეგონა რომ პროევროპულ ძალას აძლევდა ხმას და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ პროევროპულ ძალას კი არ აძლევს ხმას, აძლევს იმ ძალას ხმას, რომელიც მზად არის ამ ქვეყნის მოსახლეობას ვიზა ლიბერალიზაცია წაართვას და რეგიონში ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანად აქციოს და ჩვენ ამას ქართულ ოცნების ამორჩეველს დავუმტკიცებთ, იმიტომ რომ რა ხდება ანუ 4 ოქტომბრის მერე? 4 ოქტომბრის მერე რა ხდება? 4 ოქტომბრის მერე დავალოთ 4 ოქტომბრის მერე 4 ოქტომბრამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდება საქართველოში მე დარწმუნებული ვარ და 4 ოქტომბრის მერე კიდე საერთოდ თქვენ რა შეგიძლიათ რა ხდება 4 ოქტომბრის მერე? ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს არის ბრძოლა რაღაც საკრებულოს მანდატებისთვის. ეს არის ბრძოლა, ერთ-ერთი ველი, თავარი ბრძოლის წინ, რომელიც უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნები. მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე რაღაც მაგალითებით ვისაუბრო, რათა უფრო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის თუ რაზე ვსაუბრობ. აი, ავიღოთ ერთი კონკრეტული ოლქი, უბრალოდ ავიღოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს საქართველოში და ამაში შეთანხმებული ვართ, როგორც შიდა საზოგადოება, ისე საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები, არის ერთადერთი რამ ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამაზე ყველა შეთანხმებული ვართ, ეს ყველა შეხების წერტილია. მაგრამ ვიდრე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ჩვენი პროგნოზი და ჩვენი ვარაუდით და როგორც უყურებთ ახლა რა ხდება ქვეყანაში, ფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს მომავალი წლის გაზაფხულზე. ასეთი მოლოდინი გვაქვს. ამიტომ ვიდრე ეს ბრძოლა მოხდება, მთავარი გენერალური ბრძოლა, ჩვენი გაგებით, ჩვენი აღქმით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ ყველა სტრატეგიული დადგილი ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან მოწყვლადი საზოგადოება, სოციალურად შეჭირვებული საზოგადოება და როგორც არ უნდა დააკნინოთ თვითმმართველობების როლი, რიგმა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა, თვითმმართველობების როლი არის ძალიან დიდი. მათ ხელი მიუწვდება ძალიან დიდ რესურსებზე. მარტო თბილისის მერის ბიუჯეტი არის 1,200,000,000 და აი მე საუბრობ ახლა მოხდა ავიღოთ ერთი კონკრეტული რაიონი, ხო, ნაძალადევის რაიონი. ახლა მათ დაყვეს ოლქები, იყო 10 ოლქი თბილისში, თქვენ იცით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ახლა არის 25 ოლქი, კონკრეტულად ნაძალადევში არის 4 ოლქი. ყველა რაიონს ყავს თავისი პოლიტიკური კურატორი ქართული ოცნებიდან, რომელიც უყურებს, ხო, პოლიტიკურად ამუბანს, ალაგებს, ასე ვთქვათ, საარჩევნო და ასე შემდეგ, როგორც ხდება. ამ შემთხვევაში ეს ერთი ადამიანი ვერ წუდება ვერც პოლიტიკურად, ვერც სტატუსით, ვერც რესურსებით მთლიან რაიონს. ამ შემთხვევაში მოახდინეს ის, რომ საფეოდალოებს აკეთებენ 25 ნაწილად დაყვეს მთელი თბილისი. წარმოიდგინეთ ახლა რომ გაჩნდება 25 ტიპი, აი პირდაპირ ამ სიტყვის გამოხატვით ტიპი, რომელიც იქნება გარკვეული ეს ფეოდალი იქ ადგილზე, ჩაბეტონდება, რომელსაც ექნება უკვე სტატუსი, იქნება დეპუტატი, ექნება პოლიტიკური გავლენები, ექნება ფინანსური რესურსები და აი ამას გამოიყენებს როგორ იცით, რომ თითოეულ მოქალაქესთან უკვე მეტად ადვილად მივა, მოწყვლად ადამიანებთან, რაღაცა ზოგს სახურავს გაუკეთებს, ზოგს რაღაცა და ამ ადამიანებზე იმუშავებენ ეს ხალხი, იმიტომ რომ მათ ექნებათ რესურსები და ჩვენ ამ შემთხვევაში როცა დანამდვილებით ვიცით, რომ თბილისში ქართული ოცნების რეიტინგი არის 25%, ამაში ხა ნუ ვიდავთ, იმიტომ რომ ნამდვილად ესე არის და ოპოზიციური ამორჩევლის პროცენტული რაოდენობა არის 66%-ზე მეტი, ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში 25% მხარდაჭერის პარტიას რატო უნდა ჩავაბაროთ სრულად 100%. მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ სერიოზული ბრძოლა შეგვიძლია გავუმართოთ. გასაგებია, ხა მე უსმენდი წინა გამოსვლებს, რომ პოლიტიკური ლიდერები არ მოყვებიან ამაში, მაგრამ ესაც მალე გამოჩნდება ძალიან ბევრი მათი ამორჩეველი მოდის ჩვენამდე, კონკრეტულად ჩემამდე ძალიან ბევრი მათი ამორჩეველი მოდის, შეიძლება დავარქვათ მათ უკვე ყოფილი ამორჩეველი, რომლებიც არიზიარებენ იმ პოზიციას, რომ ეს პარტიები არ უნდა გავიდიან თვითმმართველობის არჩევნებში და ძირითადი არგუმენტი რაც აქვთ არის ის, რომ ვერ ხედავენ, აი რაზეც საუბრობდა გიორგი, ანუ ერთადერთი გზა არის ძალისმიერი მეთოდი, ხო? აი სხვანაირად ხა ბიძინა ივანიშვილი არ დადგება ერთ დღეს, არ გაიღვიძებს და აი დღეს ნიშნავს თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, ამას არ იტყვის, ხო? ბუნებრივია ჩვენ ამ ბრძოლის ველზე არ უნდა ვთქვა თუ არის თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც
ამასაც უნდა გაუსწოროთ თვალი, რომ არის ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, მაგრამ ისევ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგი საჯარო სამსახურში მუშაობს, ზოგი ძალოვან უწყებაში მუშაობს, ბევრი სოციალურად დაუცველია. ამ სოციალურად დაუცველებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ უნდა მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ თავისი არჩევნები. ბუნებრივია მათ ხოვენ, რომ შემოხაზონ 51 ნომერი და ეს ადამიანები აუცილებლად რომ უნდა მივიდნენ, იმიტომ რომ მათი აღრიცხვა მიმდინარეობს. ხო, იქ ფიქრობთ, რომ მარტო 51 ნომერი უნდა დახვდეთ და მათი წინააღმდეგობრივი პოზიცია, მათი პოლიტიკური ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ უნდა იყოს. ნომერიც და თქვენი კი ბატონო, და შემოხაზავს 9.25 ნომერს შემოხაზავს, კი ბატონო. მაინტერესებს და რატო ფიქრობ უმართავთ რომ ამბობ? კი ბატონო. ხართ არწმუნებული რომ მოუგებთ. თუ ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, კიდევ ვიძახი 24/7-ზე არც ერთი დღის დასვენებას არ ვაპირებთ. ყოველდღე ვაპირებთ, რომ ჩვენს ამომრჩეველთან გქონდეს კომუნიკაცია, ვიმუშაოთ ამ ადამიანებზე, ავუხსნათ, რატო არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა. იმიტომ რომ ამ დიდი პროცესების და მასშტაბური პროცესების მიღმა, ამ დიდ პოლიტიკაზე საუბრის მიღმა არის ელემენტარული ადამიანური ისტორიები, უბრალო ადამიანური ისტორიები და ეხლა იმ ადამიანებს, რომლებიც პარაპეტი რო ჩამოვარდა, ეხლა სადგურის მოედანზე და ქვეშ მოიყოლა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი მაცხოვრებლებისთვის დღეს ვიყავით აგერ ისნის რაიონში, სადაც მე ლაივით ჩავწერე, გააშუქეს რამდენიმე ტელევიზიებმა ეს ამბავი, გადახსნილ კორპუსებში ცხოვრობს ხალხი და ამ ხალხთან არავინ არ მიდის რა. ამ ხალხთან მარტო იმაზე საუბარი, რომ ეხლა ბათუმში რაღაცა იმაზე ბულვარში ვაპირებთ სულელობას, არ არის საკმარისი. ხო, ამ ადამიანებს ჭირდებათ საკუთარი პრობლემების მოგვარება, ისინი რომ ისინი დატოვებულები არიან საკუთარ პრობლემებთან მარტო და როცა მიმართავენ ქალაქ თბილისის მერიას და გამგეობას, ერთადერთი რაც მოიფიქრეს მათ, მივიდნენ და წებოვანი სტიკერები გააკრეს, სადაც წერია რომ სახიფათოა ეხლა აქ ცხოვრება და სასწრაფოა დატოვონ ეს ტერიტორია და ამ ადამიანებთან არავინ არ ურთიერთობს, არავინ არ ელაპარაკება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ თუ ამ ორთვეს გამოვიყენებთ ამ ხალხთან საუბარში, ბუნებრივია, აქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი იმაზე, რომ არ იცვლება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და არც უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს დანაშაული იქნება და ვინც ამას აკეთებს, ვინც მთავარ მოთხოვნას ცვლის და სხვა მდგენელები შემოაქვს, არის მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი მათი პოზიცია, უნდა იყოს აუცილებლად მოთხოვნა, გეტყვით, უნდა იყოს აუცილებლად მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაც ყველას გვაერთიანებს. ცვლიან, იმიტომ რომ არის რაღაც არარუსულ არჩევნებს და ასე შემდეგ. ეს არის მეორე და მიასახარისხოვანი მოთხოვნები, იმიტომ რომ ევროპარლამენტმა ცალსახად დადასტურებულად თქვა, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება რომ პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს და ქართული ოცნების ხელისუფლებას მიანიჭოს ლეგიტიმაცია ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მაჟორიტარებზე უნდა შეთანხმებული იყავით თქვენ ორი პარტია და პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან ორივე პარტია ყოველდღიურ რეჟიმში მთელი ძალები ჩართული ამ პროცესში, ახლა მაჟორიტარებსაც და მერებსაც რაც შეეხება, ამას ჩვენგან გაიგებს და ახლა ბოლო პერიოდი არის, რომ იხილავდით კამპანიას რუსთავიორის იმედი პოსტებით, უნდა ყოველდღიურ რეჟიმში როგორ აქვეყნებს ქარდებს, რომ თქოს ჩვენ რაღაც შეთანხმებას მივახციეთ. არა, ეს რუსთავიორი და იმედი, ხო, შეთანხმებას მიაღწიეთ რუსთავიორი და იმედი ამბობს, რომ ალეკ ველისაშვილი იქნება თქვენი მერობის კანდიდატი. არ ვიცი, რამდენად დამიდასტურებთ. კიდევ ბევრ ამას ამბობენ. რამდენად დამიდასტურებთ ამას, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ორივე პარტია ამ წამსაც მუშაობს იმაზე, რომ იპოვოს საუკეთესო კანდიდატი. ალეკ ველისაშვილი იქნება მერობის. არაერთი კანდიდატი, პასუხოს გიორგი და გიპასუხოს. არაერთი კანდიდატი განიხილება. ალეკ ველისაშვილი იქნება თუ არა ვთქვა, ეს არასწორი იქნება. ერთი კანდიდატი არ განიხილება. განიხილება ძალიან ბევრი კანდიდატი და ძალიან ბევრი, ამდენი მსურველი არის. შესაბამისად, კვლევების მიხედვით, მუშაობის მიხედვით, ორივე პარტია შეარჩევს ისეთ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ექნება და რაც თავი ამას არც ანაწილისგან გაიგებს, არც რუსთავიორიდან და იმედი და რუსთავიორი და მინდა მოგილოცოთ, რომ იმედის იმაში, რა ქვია, გამოკითხვებში მე მგონი პირველად გაქვს ასეთი მაღალი შედეგი თქვენ ორ პარტიას, კახარიას პარტიას განსაკუთრებით 3%-ს არ აცილებდნენ აქ. და ნაცნობაზრობა შეშურდა. ეხა მოულოდნელად 10%-მდე ახვედით. და ნაცნობაზრობა შეშურდა ეს. აინტერესებს რას მიაწერთ ამას, რომ იმედის რეიტინგებში ასე უცებ გაგეზარდათ რეიტინგი, როგორ გონია. მათ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. მათ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ რიგში ძალიან თვალსაჩინო იყო, რომ ნაცნობაზრობის წერობს როგორ შეშურდათ, რომ თურმე რადგანაც არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ, ამიტომ გორბმა ჩვენ რაღაც ეს რიცხვი დაგვიწერა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეს კარდები მე ხო და რატო დაგიწერათ როგორ გონია? რა მნიშვნელობა აქვს? აი აქამდე კახარიას პარტია იყო ყველაზე საზღვრელი პარტია ამ გამოკვლევებში
პირდაპირ რაღაცა მე მგონი პატრიოტ ალიანსიც კი გჯობდა და იმას რა ქვია იაგოს გირჩიც კი გჯობდა ყველა გამოკითხვაში და უცებ ახვედით 10%. მაგრამ ბოლოს როცა არჩევნები მოდიოდა ხოლმე, ყოველთვის მტკიცდებოდა რომ გორბის კვლევები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ხა მე ხა კვლევები სიამოვნებას ვერ შეესაბამება, მაგაში ეთახმება რატო არ გიწერდათ მაშინ ეხლა რატო დაგიწერდათ 10% თუ რამდენი დაგიწერდათ ანაწითლიზე რატო ზის ეს რუსთავის ეთერებში ყოველდღიურად მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ ეთერში კამპანიის ჩატარება რატო უწევდა ხოლმე ანუ ეხლა გეკითხებით თქვენ რატო დაგიწერდათ გორბი არის ოცნების ჯიბის სოციალური რომელსაც კვლევას ოცნება რატოღაც ის მოგცათ ასე ვთქვათ ხელი წაგიკრათ თუ რა დავარქვათ წაგახალისათ არ გქერდა რა ჩვენ ოცნების ახალისება ხა ოცნებას თუ უნდა ვინმე წაახალისოს ხომ და ოცნება თუ მზად არის წაგუხალისოს რეალურად გიორგი გახარიასთვის გახსნას რუსთავიერზე იმედის ეთერი. აი წახალისება იქნება ანა წითლიზისთვის რო არის გახსნილი და თინა ბოკუჩავასთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის ეს ტელეკომპანიები წახალისება ოცნებას ჩვენ თუ უნდა რეალურად და რეალურად ვის ახალისებს. კარგად ჩანს ვისი ეთერები არის გახსნილი ამ ტელეკომპანიაში პირდაპირ ეთერში. და ეხლა გორბის კვლევაში რამდენს დაწერს ეს მამუკა მდინარაძე ეხლა მაგ ეგ ვის აინტერესებს. არა მაგას ვაინტერესებს საინტერესო რატო დაწერეს. ოცნებას მართლა თუ სურს ოცნებას რო წაგვახალისოს პირდაპირ ეთერი ახსნას რუსთავიერზე და იმედზე და მე შეგვიძლია ეგ თქვენ აკითხვასაც სვამს მაგითხვას არჩევნოთ მაგისგანაც შორს არ ვარ ისე შემოტრიალდა იმედის ახლა წყობები არ ვიცი მაინც მაყურებელს შევახსენებ რომ გიორგი გახარიას დღეს ჩორჩანსთან დაკავშირებული ტერიტორიაზე რომელიც დაიცვა მაგ თემაზე 10-15 წლით ედავება ოცნება და სხვათაშორის ბოლო ინტერვიუში ირაკლი ყობახიძე თქვა ასეთ რამ რომ რატო გაიქცეო კაცო არჩევნებამდე მაინც არაფერებით მაგის დაჭერასო ნუ ცოტა სხვა სიტყვები თქვა რომ ისო რა ქვია არჩევნებამდე მაინც ვერ მოესწრებაო ეს გამოძიებაო ვერ მივაო და სადგარბოდა რა უპასუხებ ფაქტობრივად მესიჯი გაუგზავნა რომ არჩევნებამდე არ დაგიჭერთ და ჩამოდი ხო უპასუხებ ყობახიძესაც ესე მოკლედ რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ერთ გახარიას არ გაქცეულო და გახარია არ არის ის ადამიანი რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის ან რაღაც ეშინია და საერთოდ დამტკიცება ეხლა რაც შეეხება გახარია რატო იმყოფებოდა ხო ძალიან ადრე ჯერ კიდევ როცა ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადგებოდა ოცნებიდან უკვე მოდიოდა ის ნარატივები რომ შეიძლებოდა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი არა ეგ მესიჯი ყობახიძე რატო გაუგზავნა ეს მესიჯი რომ არჩევნებამდე არ დაგიჭერთო და ახლობთ ეგ ეს ღერდა მისი არ ვიცი ყობახიძემ და დინარაძე მესიჯი იმასაც გაუგზავნეს როგორც აღმოჩნდა ხა რიჯვაძეც და ჯიბეში იპოვა მე წერილით ეს მესიჯები და არ ვიცი ამ ხალხს უყვარს მესიჯების გაგზავნა და მე პასუხებიც არის ხოლმე ამ მესიჯებზე და მე ძალიან არ მოსწონს და თქვენს მოკლედ მითხარით თქვენი რეიტინგის მომატებული იყო ხო გორბის ერთადერთი ორი მიზანი ქონდა ამ ყველაფერს ბუნებრივია რომ ეხლა მე არ მეგულება ადამიანი ვინც სერიოზულად აღიქვამს გორბის კვლევებს ან იმედება ეს არის მანი გაჩნდა რომ გორბის კვლევები რო არ არის სერიოზული და რასაც უნდა იმას წერენ ორი მიზანი ქონდა ადრე დაბალს რო გიწერდნენ ეხლა მაღალი რატო დაგიწერეს კი ბატონო პასუხობთ ამას ქონდა ორი მიზანი ერთი მიზანი იყო ის რომ ქართული ოცნების რეიტინგი გაეზარდათ არანაირი 56% მათ არა ბუნებრივია თბილისში აქვს 25% და საქართველოს მასშტაბით აქვს 31% და მეორე იყო რომ აი სწორედ ეს ოპოზიციის შორის შუღლი ჩამოეგდოთ რომ ჩვენ ერთმანეთში დაგვეწყო დაპირისპირება. ბუნებრივია ჩვენ ამას არ ავყევით, ჩვენი კოალიცია ლელოძლიერი საქართველოს ოპოზიცია არასოდეს არ იქნება, მაგრამ გამოჩნდა რიგი პარტიები, ვინც ამით დაიწყო სპეკულირება. არასოდეს ამას მნიშვნელობას რო არ ანიჭებდნენ, ეხლა რატომღაც მნიშვნელოვანი გახდა გორბის კვლევა, რომელიც არის აბსოლუტურად манипуლირებული, არასერიოზული კვლევა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი რაღაცა დაჯდებიან ალბათ რამდენიმე ადამიანი და ზუსტად ეს ეხება დაწერენ პროცენტებს თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც გითხარით, ორი ინტერესი ქონდა. ეს კითხვა მაგ რატო ერთი რომ საკუთარი პროცენტი გაეზარდათ, ერთი ეგ იყო და მეორე ის იყო რომ ოპოზიცია შორის ჩამოეგდო ჩუღლი, რომ ოპოზიციაში მოხდარიყო შიდა დაპირისპირება, რომ აი ლელოს აუწიეს, გახარიას აუწიეს, იმას დაუწიეს, აი ეს რაღაცა, რომლებიც არის აბსოლუტურად манипуლირებული. რიცხვები და არაფერი საერთო მას არ აქვს ბუნებრივია. სხვაშორის გორბი რასაც წერდა ხოლმე მინიმუმ 3 ჯერ მეც იღებდა ჩვენი პარტია და ახლას მაგ ლოგიკით დაჯდება ეხლა მაგ ლოგიკით არის და აგიწიეს ასე არ მე ლოგიკას იგივენაირად გორბის ეს დაწერილი ციფრები და თუნდაც ნაციონალური მოძრაობის კამპანია რუსთავის ეთერიდან ჩემი აზრით ერთი და იგივე ადამიანის დავალაგებული კამპანია მადლობა დედიკაციაში სტუმრობისთვის ნიკა ჩერქეზიშვილი ლელო გიორგი ჭანტურა გახარია საქართველოსთვის წევრები იყვნენ ჩვენი სტუმრები ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა მე ხვალამდე გემშვიდობებით ჩვენს ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს